ეს არ არის ხალხი, რომელიც გრძელვადიან მიზნებზე ფიქრობს და თუნდაც ბოროტული შორი განზრახვის განხორციელია, ეგ დავიფახსოვროთ, რომ არ არიან, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ დღევანდელი აქ და ახლა ბოროტების ამ სტილში არგუმენტირებას ცდილობენ, ეს არის კიდე ერთი დასტური, ვის ხელშია ჩვენი განათლების სისტემა. ეს ნიკო სილაგაძეა, განათლების სპეციალისტი, განათლების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი. პოლიციას ვერ დაერქმევა განათლება, ეს ფაქტი. ნიკო განათლების სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა 2010-2025 წლებში. ანუ უკვე ძნელია თქვა, რომ იქ პოლიტიკური დევნა იყო ეს თუ შიდა ანგარიშის სწორება. ანუ სიტყვა აღარ მეთქმოდა, უნდა ყოფილიყავი ჩემთვის ხელფასი მიმეოგი ბატონო, როგორც ვიღებდი და შეიძლება უფრო სტაბილური და მშვიდი პირობებიც მქონოდა, მაგრამ ასეთ ყოფნას ვამჯობინე, რომ არ ყოფილიყავი იქ. ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ განათლების რეფორმად შემოთავაზებულ სამგვერდნახევრიან დოკუმენტზე, რომელიც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, მაგრამ უფრო მეტს ვლაპარაკობთ სკოლაზე, მოსწავლეებზე და მასწავლებლებზე, მათ საჭიროებებზე. თავარი სათქმელი არის, რომ სკოლა როგორმე გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ პოტენციალი, რომ როცა იქნება რაღაც გამოვიდეს. გამარჯობა ნიკო, როგორ ხართ? მადლობთ, მადლობა მოწვევისთვის. პირიქით, მადლობა მოსვლისთვის. ზეგი დღეს ვილაპარაკოთ განათლებაზე და ძირითადად სკოლებზე, იმიტომ რომ უნივერსიტეტებზე მეტნაკლებად ორი ეპიზოდის წინ ვილაპარაკეთ. და დავიწყებ იმით, რომ მე მგონი აღარ ხართ განათლების სამინისტროს თანამშრომელი, ხო? ნოემბრიდან, ამ წლის ივნისიდან აღარ. რატო აღმოჩნდით სისტემის გარეთ? მაკითხოს რომ გასაგებად გავცე პასუხი ცოტა მეტი უნდა ვთქვა ალბათ მაშინ სამინისტროს კონფიგურაციაზე და რას ვაკეთებდი. ანუ სამინისტროში ორი ტიპის თანამშრომლები მუშაობენ განათლების სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე. ერთი არიან, ასე რომ ვთქვათ, კლასიკური გაგებით საჯარო მოხელეები, ეს მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები, სამმართველოს უფროსები, სამსახურების უფროსები, თავისი კიდევ მოადგილეები, იქ რესურსები. ხო, ინსტიტუციების ხელმძღვანელები და ბიუროკრატები, ასე შეიძლება დავარქვათ, ანუ ბიუროკრატია როგორც საქმის აღსრულება, ინსტიტუცია როგორც მენეჯმენტი წარმართვა საქმის, აი ამ მაგრამ არიან აქვე მეორე ტიპის სპეციალისტები, უფრო განათლების სფეროს ექსპერტები, რომლებიც განათლების პოლიტიკას აბალანსებენ იმ გაგებით, რომ ეს ਬਹੁਤ სპეციფიკური სფეროა. და ამიტომ აი ექსპერტთა ბორდები არის სამინისტროშიც, სამინისტროს სიპებში, აი მასწავლებელთა სახლშიც და გამოცდების ეროვნულ ცენტრში და არა მხოლოდ მან. და მე მუშაობდი ერთ-ერთ ასეთ ორჯერ ეროვნულ სასწავლო გეგმის, რომელიც დოკუმენტია, რას ასწავლით და როგორ ვასწავლით ამაზე პასუხისმგებელი და იქ ყავდა მოკლედ ყველა საგნის ექსპერტთა გუნდი, ფიზიკა, ქიმია, ისტორია, გეოგრაფია და მე ვიყავი ამ გუნდის ერთგვარი ხელმძღვანელი, იმ გაგებით რომ ვიყავი ეროვნული სასწავლებლების განვითარების კოორდინატორი. ანუ სამსახური იყო ის, რომ გადაწყვეტილებები რაც განიხილებოდა, უნდა ყოფილიყო განათლების პრიზმიდანაც წარმოჩენილი. არა მხოლოდ პოლიტიკის პრიზმიდან. ერთი სიტყვით რო ვთქვა, უკავშირდება იმ რეორგანიზაციებს ჩემი წამოსვლა, რომელიც იყო ივნისის თვეში, რაც განხორციელდა ალექსანდრე წულაძის მინისტრობის დროს და კონტექსტი მანდ ეს იყო რეალურად, რომ გადმოვიდა ძალიან შეტევაზე ეს პირველი ნაწილი, ხო, ეს ბიუროკრატიულ მენეჯმენტური ინსტიტუციური ნაწილი და განათლების სპეციალისტებზე შეტევაზე. ანუ მოიგონეს ასეთი რაღაც, რომ პროდუქტზე ორიენტირება. ანუ ყველა განათლების სპეციალისტს პროდუქტზე აბამდნენ, ანუ ასე რომ რაღაცა პროდუქტი უნდა ჩამაბარო. ვისაც პროდუქტი ვერ მოუნახეს, ის დროებით მაწი მოგინახა. მაგრამ ხო ქონდათ პროდუქტი, ესე რომ ისე პროდუქტი და პროცესი, რო განვასხვავოთ, პროცესი არის მონაწილეობა გარდა პროდუქტისა, იმის დანერგვისა და განვითარების პროცესშიც მონაწილეობ, ანუ რაც გადაწყვეტილებები. ხო, ანუ პროცესიდან გაშორებდნენ პრაქტიკულად და მე ხა სამართლიანი რო ვიყო, ასე არ გამოუშვია რა ვისო ხვალვე წადი სახში, უბრალოდ ის ეროვნული სასწავლო გეგმის კოორდინატორის ფუნქცია ჩამომაშორეს და ანუ კითხვების დასმის, განხილვისა და რაღაც შინაარსის განვითარების კუთხით სიტყვა აღარ მეთქმოდა, უნდა ყოფილიყავი ჩემთვის ხელფასი მიმეოგი ბატონო, როგორც ვიღებდი და შეიძლება უფრო სტაბილური და მშვიდი პირობებიც მქონოდა, მაგრამ
ну ასეთ ყოფნას ვამჯობინე რომ არ ყოფილიყავი იქ. ანუ საბოლოოდ განცხადება თქვენ დაწერეთ. არა, განცხადება არ დამიწერია, მათ მითხრეს რომ დაცხადება დაწერე და გადადი სიფშიო, ხო? შენივე განცხადების საფუძველზე და მე რახან ვარი ვთქვი, ამიტომ თვითონ დაწერეს და სამინისტროდან გამომიშვეს და რომელი სიპი იყო ალტერნატივა? მასწავლებელთა სახლს იყენებენ მაგისთვის, როცა აქედან ვიღაცების გაშვება უნდათ. იქ ხო ნუ მაშინ განსაკუთრებით მაგ ყოველთვის დაძაბულობა იყო ხოლმე ამ შინაარსობრივი პროფილის სპეციალისტებსა და მენეჯერებს შორის, პოლიტიკოსებს ასე და ბიუროკრატებს, უბრალოდ მან დროს ძალიან გამწვავებული იყო ყველაფერი გარეპოლიტიკური მოვლენების გამო, იმიტომ რომ მან უკვე ძნელია თქვა, რომ იქ პოლიტიკური დევნა იყო ეს თუ შიდა ანგარიშს სწორება, ანუ ბუხარის გავლება ძნელია, იმიტომ რომ მაშინ როცა ირაკლი კობახიძემ პირველად ეს ევროკავშირთან ინტეგრაცია შეწყვეტა გამოაცხადა, მაშინ 1115 თანამშრომელმა დაწერა პეტიციაზე ხელი მოაწერა, ყავი მათ შორის ბევრი მიტინგზეც დადიოდა, ну ისე მოხდა, რომ შინაარსობრივი პროფილის ადამიანები უფრო კრიტიკულად იყვნენ, გუნებრივია განწყობილი და ну ამდენად ჩათვალეს, რომ ეს ის მომენტია, როდესაც უფრო ტექნოკრატიზაცია მაღალ დონეზე. ну ეხლა ამ წუთას კი არიან შინაარსობრივი სპეციალისტები იქ, მაგრამ პროცესში მათ არავინ არ არის, ასაც ქვია პროცესი. ეს გარკვეულწილად გარედანაც ჩდება ესე ჯვი, რომ სპეციალისტები ნაკლებად არიან ჩართულები, თუნდაც განათლების რეფორმად შემოთავაზებულ 4 გვერდში, რომელიც ბოლომდე 4 გვერდიც არ არის, ამ გვერდ ნახევარში, ამ კონცეფციის შემუშავებაშიც არც ერთი სპეციალისტი პრინციპში მინისტრის გარდა არ ყოფილა ჩართული სრულიად პოლიტიკურმა გუნდმა, რომელთა შორისაც არიან, არ ვიცი, ქალაქის მერი და ასე შემდეგ, შეიმუშავა ხო ეს გეგმა და ჩვენ არ ვიცით ამ სამინისტროში მყოფი სპეციალისტები რას ფიქრობენ, იმიტომ რომ განხილვებზეც ისინი არ დადიან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ განათლების მინისტრი მოვიდეს ჩვენთან სტუმრად და ვიპასუხოს რიგ კითხვებზე, რომლებიც გვაქვს, იმიტომ რომ უფრო კომფორტულია პირველ წყაროსგან გავიგოთ პასუხები, ვიდრე ირიბად ვეძებოთ ხოლმე რა დგას ამის უკან, მაგრამ ჯერჯერობით ეს შეთანხმება არ გვაქვს მიღწეული და იმედია ერთ დღესაც მივახცევთ. თუ არ ვიცი მანამდე რომელიმე ახალი მინისტრი არ შეიცვალა, იმიტომ რომ ეს გზა 4-ჯერ მაინც გავლილი უშედეგოდ. რეორგანიზაციები მე მგონი ეხაც მიდის სამინისტროს ოქტომბერში იყო მეორე ეტაპი უკვე მიქანაძის პერიოდში. და ну ზოგადად ეს პრესინგი ახლა ჩვენ უფრო სკოლის მხრიდან ხედავთ ამას, ეს ეგრეთ წოდებული ანტიკორუფციული კანონები რომ მოიგონეს თორე ისე ეს პროცესი სამინისტროშიც არის ამ სტილში. პრინციპში მუდმივი მოქმედია თუ არა? ხო, ანუ მუდმივი საფრთხის რეჟიმში ამბობენ, ხო? ანუ რეალურად საფრთხეთ ანგსდევს საჯარო მოხელეს. კანონმდებლობაში რაც ჰქონდა უპირატესობები საჯარო მოხელესაც და მუდმივი კონტრაქტით მყოფ ადამიანებსაც, ანუ სხვათა შორის ბოლოს სამი მინისტრის კი ამ ბოლო ამბებამდე რა არც ისე ცუდი კანონმდებლობა იყო, რომელიც მეტნაკლებად იცავდა გამოხატვასაც, ფუნქცია მოვალეობების შესრულებასაც და ადლებდა ადამიანებს თავის საქმის გაკეთება. აი ამაზე ზეწოლა უფრო ბოლო ხანებში რომ შეიცვალა და მოკლედ ძალიან დიდი პრესინგია, ოღონდ ზოგჯერ არც არის პრესინგი, მან ორი სიტყვა შეიძლება გამოვიყენოთ ცენზურა და თვითცენზურა, ანუ ცენზურა იმდენად ცუდი არ არის, იმიტომ რომ ცენზურა არის რეჟიმი, როცა ვთქვათ სიტყვაზე თქვენ მეუბნებით რაღაცა არ თქვაო და ჩემი პასუხი არის რომ აჰა რო ვთქვა ასე ჩავა და იქ უფრო ახერხებენ რომ თვითცენზურის მომენტი ჩართონ რომ თითქოს ასეც არ არის მთლად საქმე და აი ეს ბევრად ვარესია მორალურად ხწნის ეს სისტემას და პირდაპირ ღია ცენზურა რო იყოს და ასე იყოს ეს მაგრამ იქ ხდება რომ ზოგიერთები არ მთლად ასე არ არის ხო აი მეც ასე ვფიქრობ ადრეც ხო ესე და ეს თქმა უნდა ძალიან კიდევ ვარესია და ადრეც ხო ესე იყო ეს მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თავის მართლება არა ხო, და საქმეც ეს არის, რომ არ არის ეგრე, არ იყო ადრე ასე, იმიტომ რომ აი მოდი ვთქვათ ადრეში როდის გულისხმობთ, იმიტომ რომ უკვე ხელისუფლება იმდენი ხანია ძალაშია, რომ ვთქვათ 2013 წლიდან დაუშვათ 12 წლიდან დაუშვათ 2023 წლამდე, ხო? ყველაფერი შეიცვალა ბოლოს სამი მინისტრის, ეს გიორგი ამილახვარის, ალექსანდრე წულაძის და გივი მიქანაძის პერიოდში. აი რო შევადაროთ ახლა იდეალური ვითარება, რა თქმა უნდა, არც იქ იყო. ახლა თუმცა კიდევ
უფრო შორს, იმიტომ რომ მოცნება რომ მოვიდა, მაშინ ნაციონალების მინისტრი იყო დიმიტრი შაშკინი, რომელიც გამორჩეული იყო თავისი პენტენციალურ ტირანული მიდგომებით და არ ვიცი ეს რატო ხდებოდა, რომ ანტიშაშკინურ სირბილეს იჩენდნენ, უფრო ალბათ ის არის, რომ ნაკლები ყურადღება იყო მაშინ განათლების სფეროზე. ანუ პირიქით მე მახშინით მუშაობდი და მახსოვს სახვეწარი ის იყო, რომ ყურადღება მოგვაქციეთ, ანუ პოლიტიკური ნება გამოიჩინეთ, ანუ უფრო ეს იყო სადარდებელი და კი გვახსოვს იქ რაღაცა ვაშლის ამბები ხო და რაღაც თავისუფალი გაკვეთილების მაგალითად, ანუ პირდაპირ დაწესება და ეს კერძო მინისტრების კერძო აკვიატებები უფრო იყო ამას მიზანმიმართული პოლიტიკის სახე არ ქონდა. ანუ ამდენად მოკეთ იმის თქმა მინდა რომ ამ პერიოდში ნუ მართალია და მეგონი წმენდაც არისო დიდი მაგის მიზანი ნუ საერთოდ არისო წმენდა ალბათ არა საერთოდ არ ყოფილა მსგავსი ახლა ხო ეს არ უნდა ვთქვათ ის რაც არ ყოფილა ხო თორე ისიც დაკარგავს ფასს რაც იყო ხო არა მსგავსი არაფერი ყოფილა ანუ მანდ იყო ის მომენტი რომ ბევრი საყვედური ითქმოდა წმენდა არა მაგრამ რომ ერთ-ერთმა მინისტრმა ვერ შეძლო იმ ექსპერტთა გუნდების იმ სიპებისა და იმის პოლიტიკის გამთლიანება და სულ იყო ამ ტიპის დავა რომ ხან ერთი მხარე ხან მეორე მაგრამ განათლების პოლიტიკას მაინც ჰქონდა განათლების პოლიტიკის ფორმა იმიტომ რომ მონაწილეობდა სამივე მდგენელი პოლიტიკოსების ნებაც ექსპერტთა გამოცდილება და ცოდნაც და ფართოდ ექსპერტებში გულისხმობ არა მარტო სამინისტროს ბორდებს არამედ მასწავლებლებს და ასევე უნივერსიტეტებს და ნუ ყველა ჯგუფს და ნუ რა თქმა უნდა ფართო საზოგადოების აზრსაც იკვლევდნენ როგორც წესია. აი 2023 წლიდან როგორც ჩანს კი არა ნამდვილად მასზე იყო ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა რომ განათლების სისტემის ინსტრუმენტალიზება და თავის პოლიტიკური პიარის სამსახურის გაუჭირდათ თუ მაშინ მოაფიქრდათ არ ვიცი. ხო და გიორგი ამილახვარი როდესაც მინისტრი გახდა მაგნიშნით გახდა ის მინისტრი რომ ანტილიბერალური რეფორმა გაეტარებინა. ნუ ჯერ ეს ერთი რაც მანამდე იყო სულაც არ იყო ასე გამოკვეთილად ლიბერალური მაგაზე შეგვიძლია არა ნუ უბრალოდ იქ კაი მაგაზე შეგვიძლია მე ვისაუბროთ მაგ ბრალდებად მაგ თავსდებთ მე რომ ეგ ტყვილი ბრალდებაა ზოგადად არც ლიბერალური იყო არც კონსერვატორული არც სოციალისტური არც კომუნისტური და არც ანარქისტული ხო აი მაგაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და აი მაგი და წამოიწყეს ეგ იდეა რომ აი როგორ შევცვალოთ რეფორმა მაშინ გახსოვთ პირველ არხზე გიორგი გვიმრაძესთან ისიც ჰქონდათ გადაცემა გადაწყვეტილების სერიაც სულ გამოდიოდნენ რაღაცა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები რაღაცა ფორსირებული წესით შეცვალეს სქემა გააჩერეს ასე ვთქვათ გააჩერეს ისევე როგორც ახალი სკოლის მოდელი და სხვა შინაარსობრივი პროექტები და ნუ ეგიდით რატო გააჩერეს რომ თქვეს რომ აი ყველაფერი უნდა კარგად დავაკავშიროთ აი რაც ყველას აწუხებდა მანამდე რომ სისტემა ვერ სინერგიას ვერ ქმნის და ანუ დავაკავშიროთ და უნდა შევქმნათ ახალი რეფორმა გრიფირებაც გააჩერეს და მე-12 კლასის ბავშვები დღემდე უწიგნოთ არიან ამ წინვალეების შედეგად ალბათ აღარ საჭირდებათ მე-12 კლასის ბავშვებია თქმა და ანუ მე რა მოხდა მოკეთ რომ ამილახვარის დროს ამან ძალიან კრახი განიცადა ამ მიდგომებმა ძალიან კომიკურ სასაცილო ვითარებაში აღმოჩნდნენ ჯერ ერთი ეს ზოგადი განათლების მიზნები სერიოზულად არავინ არ მიიღო იმიტომ რომ ეროვნული თანხმობის დოკუმენტის ნაცვლად რაღაცა სათეგრძელო დაიდო რომელიც არაფერს არ იძლევა პრაქტიკულად სერიოზულად არ აყიდვა სისტემამ ეს დოკუმენტი არაბის არ მოგფია სერიოზულად მეორე ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია ვითომ გააკეთეს და სიდევლიოში არაფერი ახალი იქ არ იყო პირიქით რაც ძველი მიდგომები კარგი ცუდი მიდგომები არ იყო უფრო გაძლიერებული აი ვერსიაში რაც აი ახალი სკოლის მოდელი ვითომ ჩახერგეს და სიდევლიოში ახალი სკოლის მოდელის მიდგომებია სულ იმაში აი რაც განხილვისთვის ეროვნული სასწავლო გეგმა გამოვიდა და რის ახლა დაუთხვასაც და 11 წლიანზე გადმოკეთებასაც თქოს ცდილობენ ზუსტად არ ვიცი მე ის ხელფასების ახალი სისტემა შემოიღეს კიდე რაღაცა და ყველა მიხვდა რომ ვერავინ ვერ აკავშირებს ვერაფერს და როგორც რაღაც ეტაპზე აშკარად კრახი განიცადა ამან და სასაცილო გახდა და ამიტომ პოლიტიკა შეცვალეს მეორე მინისტრის დროს არ ვიცი ხა ამილახვარი ზუსტად რატო გაუშვეს მაგრამ უკვე წულაძეს ესეთი ამბიცია ამილახვარი გაუშვეს თუ წავიდა მე ვფიქრობ რომ გაუშვეს მაგრამ ისე დაანონსდა რომ წავიდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ვარაუდია მაგრამ ზუსტად ფაქტი შეიძლება ითქვას რომ წულაძის პოლიტიკა უკვე სრულიად სხვა იყო ის აღარანაირად აღარ ცდილობდა იდეურად ასე მოწოდებული პირიქით ცდილობდა რაღაცები ვითომ დაელაგებინა თუმცა ის იყო წმენდის ანუ რეორგანიზაციის იმითი რომ როგორც ჩანს რომ აქ უკვე ილუზია დაკარგეს რომ შეძლებდნენ რაღაც იდეური შინაარსობრივად გამართული პროდუქტის შექმნას მართლა განათლების რეფორმის სახის მიცემას ამ ყველაფერზე და გადავიდნენ უკვე მარტივ კონტროლისა და აი იმ ყველაფერზე რაც წევან ვისაუბრეთ ხო რაც ყველაფერია ჩემთვის ყველა საინტერესო მინისტრი ეს წულაძე იყო იმიტომ რომ ვერაფრით ვერ მივხვდი
ვხვდი, მოსამართლე კაცი თან მე მგონი უადოდ დანიშნული იყო, რატომ წავიდა განათლების სამინისტროს ხელმძღვანელ პოსტზე, სადაც ბოლო 15 წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ დიდხანს ვერავინ ხარობს, როგორც არ უნდა იყოს ის და რა ახსნა გაქვთ მაგაზე, ბევრისთვის მიკითხავს ეგ, იმიტომ რომ ვერ დავინახე რაციონალური პირად მოტივებზე ძნელია ლაპარაკი. მანდ ახლა რა უნდა ვილაპარაკოთ, ეხო ერთი გუნდია ქართულ ოცნებაში და რაღაცა ალბათ იმსჯელეს, რომ შენ აქ ხარ საჭირო, შენ იქ ხარ, ამ წუთას ასე იყოს, იმ წუთას ესე იყოს. ანუ აბილახვარის ჩანაცვლება ჭირდებოდა ეთყობა და ცოტა სხვა ტიპის ფიგურა, ანუ სხვა ტიპის მინისტრი იყო ეს, თუმცა და პოლიტიკაც პრინციპში სხვა იყო. მის დროს ილუზია იმისა, რომ რაღაც თვისებრივად ახალ რეფორმას გააკეთებენ არ იყო. ანუ იყო რომ რაღაცნაირად დავასტაბილუროთ ვითარება, თუმცა გავაკეთოთ ეს რეორგანიზაციები, რომელიც მომავალში თავს მშვიდად გვაგრძნობილებს პარტიულ ნომენკლატურას დამორჩილებულ ტექნოკრატებს. და ეხლა უკვე მოქმედი მინისტრი თავს მშვიდად გრძნობს? გაგაწმენდილია ეს ველი? თუ იმსჯელებთ იქიდან, რომ 11 წლიანზე დაბრუნებას თუ 12 კლასის გაუქმებას რა რეაქცია მოჰყვა, ალბათ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მშვიდად არის, მაგრამ რეალურად მან ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა და მე მგონი ემთლად მასეც ვერ გაძლებენ დიდხანს. თუმცა ფიქრობს, რომ მშვიდად არის, ამიტომაც არის რომ ეს ბრეჟნევის რიტორიკა არასოდეს ამთავრდება, რომ შეხვიდეთ სამინისტროს საიტზე, რაღაცა ვიღაცას შეხვდა, სადღაც ავიდა, იქ სადღაც სკოლა გახსნა და ენერგიული კაცია ეთყობა და დადის, მიდის, მოდის, ანუ ეს ამ შემთხვევაში შინაარსთან ეს კავშირში არ არის აბსოლუტურად და საინტერესო ამბავია ხოლმე მაგალითად სკოლების გახსნაზე, იმიტომ რომ არ ვიცი რაღაც პერიოდულად სკოლები იხსნება, ოღონდ ჩვენ ვიცით რომ გახსნილი სკოლების მიღმა არის ასობით დანგრეული გასარემონტებელი და აუშენებელი სკოლა, რომელთა ნაწილის ბავშვები ჯერაც ონლაინიდან სხვა სკოლებში სწავლობენ და სამის რომ ამაზე არაფერს არასოდეს არ ამბობს. ხო, მხოლოდ იმაზეა აქცენტი, რომ აი გაიხსნა რაღაცა სკოლა და რამდენი ვერ გაიხსნა, ამას საჯარო ინფორმაციის სახითაც კი არ გვაძლევენ ხოლმე, ძალიან სამწუხაროდ ხალხში გამოუთხოვე კიდე ერთხელ ვცადებ. პერიოდულად ისმის ხოლმე აი მედიის მიმართაც პრეტენზიები, რომ სათანადოდ არ აშუქებთ განათლების პრობლემებს და ამიტომ ხალხი ვერ ხვდება კარგად, როგორ რთულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ ბავშვები, ახალგაზრდები, მასწავლებლები, თვითონ სისტემა და ასე შემდეგ. მეორე მხრივ საზოგადოების რეაქცია არ აჩვენებს, რომ მაინც დიდი ინტერესი და მღელვარება აქვთ თუნდაც ამ სამგვერდნახევრიან განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც არა ჩემი, არამედ დარგის სპეციალისტების შეფასებით კარგს არაფერს უქადის ამ ქვეყანას და მის არც აკადემიურ პერსონალს და არც ახალგაზრდობას, ხო? აი, გავიგე, რომ სამინისტროში შეიძლება ვიღაცებს თვითცენზურა აქვთ დაწესებული, მაგრამ საზოგადოებას რატო აქვს ესეთი დაბალი მგრძნობელობა? თან ქართველები წესით განათლებული ხალხი ვართ, თუ განათლებულები არ ვართ, დიპლომი ყველას უნდა რომ გქონდეს მის შვილს და ასე შემდეგ. ხო, ну სამწუხარო რეალობამდე მივალთ მაგ თემას თუ ძალიან მივიდეთ, მაინტერესებს მართლა. ну მანდ ორი მომენტია, ერთი ის არის, რომ ბევრი რამ ხდება ასეთი სტილის ქვეყანაში და ამ ფონზე შეიძლება ჩაიკარგოს? ხო, არის ეს მომენტი, რომ ანუ ეგერ ქვეყნის პოლიტიკური კურსი იცვლება, მთელი დასახიჩრება და დაჭერებია უსამართლოდ ადამიანების, არის ეს პროტესტის ფონზე დაძაბულობა, ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემა გვაქვს და ერთი არის, რომ ცოტა ეს ამაზე საზოგადოების ნაწილი დარდობს, მთელი საზოგადოება ამაზე რასაც დარდობენ, ემოციის დიდი ნაწილი ზოგჯერ იქეთ მიდის. და ანუ თვითონ თუ ნახეთ, თვითონ ეს უმაღლესის რო დაანონს და სკოლა იქ ანუ ხარი დაკლესო და ქათამიზედ მიაყოლესო, ინფორმაცია ერთი წინადადება არანაირი ოდნავი მსჯელობაც კი არ ყოფილა, ოდნავი, ხო? ანუ დასაბუთება და ახსნა რატო აჭრის ზოგად განათლებას ერთფრთლიან კლასს, ფორმალურიც არ ყოფილა, ხო? ყველაზე ძალიან ცუდი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. აი პოლიციელები რო სამართლოდ იჭერენ ხალხს, იმას მაინც ხსნიან რატო დავიჭირეთ, ხო? ან რაღაც დასაბუთება. არა, ბოლოს რაღაცა ხო ფსევდო სასამართლო ფსევდო ის ხო მოსდევს ამას, მაგრამ აი აქ ესეც არ არის, ხო? აი რო შევადარ ძალიან ცუდი შედარებაა, იმიტომ რომ ეხლა რა თქმა უნდა ხუმრობა არ ღირს იმ ადამიანების ბედზე, რომელიც ასე დღეში ვარდებიან, მაგრამ აქ ესეც ხო არ არის, ანუ ითქვა როგორც
კალიგულამ თქვა რომ ცხენი სენატორია, დამთავრდა. ეს რეფორმა, ანუ და ამაზე არანაირი რეფლექსია არ აქვს. და ნუ ფართო საზოგადოებას რაც შეეხება, მან არის უბრალოდ ინსტიტუციების ჩამოშლის პრობლემა. ანუ აი ეს ინსტიტუციების მიმართულება მთლიანად ქვეყანაში დემოკრატიის პრობლემაა ეს, იმიტომ რომ აი ნახეთ, ვიცი, ცოტა შეიძლება განათლებიდან გვერდზე წავიდეთ, მაგრამ განათლებას უკავშირდება ეს მაინც, რომ ანუ ჩვენთან საქართველოში სამწუხაროდ ინსტიტუციები არ უყვართ. და ბიუროკრატიასთან აიგივებენ ამას, რაც ასევე არ უყვართ და ეგ ძალიან ცუდია. ნუ რატომ? იმიტომ რომ ამას ზოგჯერ ზედმეტ ბუყაედობასთან ასოცირებულად აკეთებენ და თანაც კოლონიურ სახელმწიფოში ცხოვრობდით რამდენი უთელი 2 საუკუნე, სადაც ინსტიტუციები არ იყო ჩვენთვის მშობლიური და ჩვენი საქმის გამკეთებელი. ხო და არა და ინსტიტუცია არის ძალიან მაღალი მნიშვნელობის რგოლი დემოკრატიულ ქვეყანაში. ხო, აი წარმოვიდგინოთ ახლა რომ მე ვარ მშობელი ან მასწავლებელი, ხო? აი რანაირად უნდა შევძლო მე პროტესტის გამოხატვა. ხო, აი გამოვედი და ვთქვი ვიღაცას უთხარი ჩემს ოჯახის წევრს ან სხვა მასწავლებელს კოლეგაში. ანუ რეალურად ინსტიტუციის მნიშვნელობა არის ის, რომ უნდა შეეძლოს მასწავლებელი, უნდა იყოს ვთქვათ რომელიღაც პედაგოგიკურ ასოციაციაში შეიძლება რაღაცა თანამოაზრეთა კლუბში გაერთიანებული რაღაც კავშირები უნდა იყოს, რომელთანაც ახლა პრემიერმა რომც მიიწვიოს და ეგრე პრემიერის აზრი გამოთქვივა, აი შეხვედრაზე რა აზრი უნდა გამოთქვას, ხო? ანუ აი ეს ინსტიტუციურად გაძლიერებული არა. რატო ინსტიტუციების გარეშეც ხო შეუძლია მასწავლებელს უთხრას თავის დანარჩენ რა ვიცი თუ სკოლაში რაღაცამდენი ათეული მასწავლებელი ხო არის თუ არა ასე კათედრა და ის თუ ის არის, მაგრამ კი შეუძლია ალბათ ამბობენ კიდეც მშობელმა უთხრას სკოლის ეზოში სხვა მშობლებს. ხო, მაგრამ ეს ხმა არ იქცევა ინსტიტუციურ ხმად, აქ შეიძლება ეუბნებიან კიდეც და ეუბნებიან კიდეც ერთმანეთს რაღაცეებს ასე, მაგრამ აი ეს რო დირექტორის პოზიციად ტრანსფორმირდეს, ეს რო კათედრის კურიკულუმის აგების დროს კათედრის ხმად ეს ასე არ ხდება. და მოკეთ იმის თქმა მინდა რომ ეს ამას ვამბობ, რომ სამინისტროს და მთავრობის ეს დეინსტიტუციონალიზაცია და თვითცენზურის ჩართვა არის ჩვეულებრივი გათიშე და იბატონეს პოლიტიკა. ანუ აი რამდენი არაფერი გადაჭარბება არ არის. ეს არის რომ გათიშე და იბატონე, იმიტომ რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ინსტიტუცია არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი. ასაც ახლა განათლების სამინისტროს და მის სტრუქტურებს უკეთებენ, რომ არ არის იქ ხმის ამოღებისა და წესიერი მუშაობის პირობები. ეს მთლიან საზოგადოებაზეც ახდენს გავლენას, იმიტომ რომ საზოგადოებას თუ არა ამ ინსტიტუციების ხელით სხვანაირად არ შეუძლია აქტიური რეაგირება და რეალურად ეს პრობლემაც არის, რომ აი იქ მუშაობ ადამიანებს, ვინც მუშაობს, რასაყდურობენ ძირითადად თუ დავაკვირდებით, რომ რატო ხართ, რატო სხვას რო აწამებენ, თქვენ რატო მუშაობთ, მაგრამ რატო არ საყდურობენ იმას, რომ რატო არ ასრულებთ იმ მოვალეობას, რაც გაკისრიათ და მათ ეს მოვალეობა აკისრიათ საზოგადოებას. რო არ იციან ასრულებენ თუ არა მათ მოვალეობას. ხო, არ ვიცი, ესეც არის კი ბატონო ინსტიტუციის. ისიც კი არ იციან სუსტი ინსტიტუციების ნიშანი ხო ეგეც არის, რომ ისიც კი არ იცი ეს ინსტიტუცია რას აკეთებს, რა მოთხოვო. ნუ ახლა შეიძლება ვიღაც კლერკმა არ იცოდეს და არც მოეთხოვებოდეს იქ, მაგრამ როდესაც დეპარტამენტის უფროსი ქვია, სამმართველოს უფროსი ქვია, მინისტრის მოადგილე ქვია, აბა ეგ თუ არ იცი. არა, საზოგადოებამ არ იცოდეს პირობითად რას აკეთებს რაღაც საგამოცდო ცენტრი. გფიქრობდეს რომ მხოლოდ რაღაც 2 კვირა ეს მისაღები გამოცდების ორგანიზება ევალება ან მასწავლებლის სახლი რას აკეთებს. ეს ფიქრობდეს რომ იქ მასწავლებლების ხედან და რაღაცა სახლივით ვითარება. ხო, ანუ აი ეს აღქმა, როცა სუსტი ინსტიტუცია, მე მგონი იქ ხალხი რას აკეთებს, მოქალაქეს არ აქვს, რომ იქ რაღაცა ისეთი ხდება, რაც შეიძლება სათანადოდ არ კეთდებოდეს. ხო, არა აქვს, აი მაგის ინსტიტუციის სუსტია. ესეც ჩვენი ისტორიიდან მოდის, ხო, ანუ ეს ინსტიტუციები, რა ვიცი, ახლა ისტორიიდან რო წამოვყვეთ, ხო, როგორ ხდება, ხო, თუ კი მანამდე ფეოდალიზმის შუა საუკუნეების პერიოდში პატრიმონიები იყო და დინასტია იყო, ხო, რომელიც მართავდა ქვეყანას და ჩემია ეს ქვეყანა, იქ ვერ გაჩნდებოდა კითხვა. ანუ მე-13 საუკუნიდან მე-19-მე-20-მდე გაჩნდა რაღაც წარმომადგენლობითობის პირველი ელემენტები, სადაც მონარქიის სიტყვა კი იყო მაინც გადამწყვეტი, მაგრამ მაგალითად გენერალური შტატები იყო, ან პარლამენტები იყო და ეს ლუი მე-14 რო იტყოდა, რომ სახელმწიფო ეს მე ვარ, ეს ვიღაცას პასუხობდა ერთი წინადადებით, რომელიც რაღაცას და ნუ აი მე რა საფრანგეთის რევოლუცია მოხდა, ხო, მე სადაც კონსტიტუცია გაჩნდა და ხალხმა თქვა
რომ ეს განაცხადი გააკეთა, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა და ნაციონალიზმის ეპოქა მე-19 საუკუნეში სხვა არაფერია თუ არა, რომ ხალხმა თქვა, რომ ჩვენი ქვეყანაა და ეს ჩვენი ინსტიტუციებია, ჩვენი საჯარო განათლებაა მათ შორის და სახელმწიფო ჩვენ გვემსახურება და ანუ ინსტიტუცია არის ხალხის დიალოგიც, ანუ ხალხის ინტერესსაც უნდა ატარებდეს. ამას ხშირად ისე უყურებენ, რომ მთავრობამ რაც თქვა, უნდა აღასრულოს ამისთვის. მარტო ამისთვის არ არის ეგ, ანუ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ესე უყუროს საზოგადოება. აქ არის რესტესიქში, რომ საჯარო განათლების ფუნქცია უნდა განხორციელდეს ქვეყანაში. ხალხმა მასობრივად უნდა მოხდეს ხალხის საჯარო განათლება და აქ მონაწილეობს როგორც საექსპერტო წრეები, ისე პოლიტიკოსები და ანუ ინსტიტუციები უნდა იყოს გამტარი ამ შემთხვევაში. ვისიც საჯარო სამსახურებია ქვეყანად მისია. ან მარტივად ვთქვათ, ესე გამოდის და ეს სამწუხაროდ ასე არ არის დანახული, აი მაგალითად აი მე-19 საუკუნეში ყველა რატო ვართ გვიგვინო მეფეს ილია ჭავჭავაძეს რატო უძახით ხო? ქართველობის იდეა მანამდეც იყო, მაგრამ ნაციონალიზმად და ეროვნულ თვითმყოფადობად რომ ჩვენ ქართველები და ეს ჩვენ სამოქმედო პროგრამაში ჩვენ შევდექით ისეთ საზოგადოებად, სადაც სახელმწიფოც დაემატება ამას და ჩვენი ქართული სახელმწიფო. აი ჩვენ ძალიან სოლიდარულები ვართ ქართველების და თვითონ ყველაზე უკეთური ადამიანებიც ქართველობაზე ლაპარაკობენ როგორც თავის არგუმენტზე, ხო? ის სამი მინისტრიც ვინც ჩამოვთვალეთ, თუმცა საქართველოს გაიძახიან და პატრიოტიზმში მოკლედ. ყველა ცალკეული ადამიანი რა შინაარსებს ამ ქართველობის. მაგრამ ნუ თავისთავად ამ სიტყვას გარშემო კეკლუცობენ და აი სამწუხაროდ სახელმწიფოებრიობა და ის რომ არა აქვს მნიშვნელობა რომელი პარტია, ყველა ადამიანს გამოხატვის უფლება უნდა ჰქონდეს და დემოკრატიული სახელმწიფო ადამიანებს იცავდეს და ჩვენ სწორედ აი ამ არასტაბილურ მსოფლიოში აი ევროკავშირიც და ევროინტეგრაციაც ყოველთვის ვამბობდი რომ არის საშინაო პოლიტიკის პრობლემა და არა საგარეო პოლიტიკური არჩევანი, იმიტომ რომ საგარეო პოლიტიკაში ვხედავთ ცოტა ბევრი კითხვებია და ბევრი გაურკვევლობა, რასაც ვერც ექსპერტები გვაუკრევენ და ვერც პოლიტიკოსები, მაგრამ ევროინტეგრაციაზე ლაპარაკი არის რაღაცა პროცესების რაღაც მიზნით დასახვა, ხო, ანუ აი ასე ვფიქრობთ, რომ ინსტიტუციური მოწყობა ქვეყნის იქნება უკეთესი, სადაც განა გაჭირვებული არ იქნება, მაგრამ იქნება ევროპული სტანდარტით გაჭირვებული, განა უსამართლო არ იქნება, არამედ ევროპული სტანდარტით უსამართლო და ეს რაღაცნაირი ნიშნული იყო ყოველთვის იმისთვის, რომ აი რაღაცა დავინახოთ, საით მივდივართ. შეიძლება შუაგზაზე გადავხვიოთ, მაგრამ ხო და აი სამწუხაროდ ვერ ყოფილა კარგი ნიშნული, იმიტომ რომ რაღაცა უკვე ჩამოიხსნა ეგ გზის მანიშნებლები. აი დაუშვათ, ევროკავშირი ჩამოიხსნა, მაგრამ სახელმწიფო რო გჭირდება უბრალოდ ეს და ეს სახელმწიფო რო დემოკრატიული უნდა იყოს, ან არ არის სახელმწიფო, ამაზე სამწუხაროდ არ ხდება ფიქრი და აი გადავიდეთ სკოლაზე, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ყოველ შემთხვევაში ამ დიდებული სამგვერდნახევრიანი დოკუმენტის გამოისობით ალბათ ძირითადად მაინც უფრო უმაღლეს სასწავლებლებზე და მათ პრობლემებზე და სამომავლო გამოწვევებზე საუბარი ისმის საჯარო სივრცეში. თუმცა მე როგორც ორი შვილის დედას, რომლის ბავშვები ჯერ კიდევ სკოლაში არიან და ბევრ ამასაკის ბავშვთან მაგ შეხება და ისედაც როგორც აქტიურ მოქალაქეს, რომელიც ვაკვირდები განათლების სისტემას და ჟურნალისტ, რომელიც ვწარ ხოლმე ამაზე, სულ მაქვს განცდა, რომ უნივერსიტეტებს შედარებით ნაკლები პრობლემები აქვს, ვიდრე სკოლას. ან მგონია, რომ განათლების სისტემაში თუ ვინმეს პრობლემები აქვს, ალბათ უფრო სკოლის საფეხურია. და ცოტა თუ განათლების მიზნებიდან და ამოცანებიდან მიუდგებით, ვერ ჯდება ლოგიკაში ის, რომ უნივერსიტეტებიდან ვიწყებთ ამ რეფორმას, ხო? თუ რამეს მიზნებიდან მიუდგებით, შეიძლება ჩავსვათ ხო რამე ლოგიკაში. რატო არ გატარდა არც ერთი მინისტრის დროს, თან თქვენ დიდი ხანი მუშაობდით ხო სისტემაში და აგერ მნიშვნელოვან საქმესაც გურირებდით. რეალური რეფორმა, იმიტომ რომ მე არ ვიცი, როდესაც ვცადე დამეთვალა რამდენჯერ მოვისმინე განათლების რეფორმის დაპირება და სადღაც შუაგზაში თუ ამერია. ანუ ბევრჯერ გვსმენია ხო რეფორმის დაპირება, მაგრამ არც ერთი რეფორმა ესეთი ეროვნული გამოცდების შემოღების შემდეგ ესეთი მასშტაბური და ცვლილება რო გვეგრძნოს საზოგადოებას, ესეთი არ გვინახავს. აი მოდი ამით დავიწყოთ, რატო არა სკოლა, ხო? ნუ მაგ შეკითხვაზე ალბათ ბოლომდე არ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ სკოლით დაიწყეს მათაც უბრალოდ ეს შიდა ინსტიტუცია
ემოციურ დავაში უფრო გადაიზარდა, თორე ამილახვარის მოყვანა წინ უსწრებდა ამ მოვლენებს, ხო, ანუ მათ რეალურად მთავრობას გულისხმობ ეხლანდელს, ჯერ მცდელობა ჰქონდათ, რომ სკოლიდან დაეწყოთ. არაფერი კარგი აქედან არ გამოვიდა, იმიტომ რომ არ ეყოთ არც კომპეტენცია, არც ხედვა, ანუ ყველაფერში ჩანს ეს, ხო, ანუ დაწყებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან დამთავრებული გრიფირებაზე რაღაც ლაპარაკებით, იქ სასწავლო გეგმის ვითომ შეცვლით და თვითონ პერსპექტივა და მასშტაბი რო ვთქვათ, ანუ აი რა საკითხებზე მსჯელობენ ხოლმე ადამიანები, როცა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე ლაპარაკობენ და რაზე იყო მსჯელობა, რა ტიპის ჩართულობაა და რა ტიპის არ არის, ხო, ანუ და ნუ როგორც ჩანს ეს რომ გადაწყვიტეს რომ სკოლა უბრალოდ ინსტრუმენტი უნდა იყოს მორჩილი თავის 55-60,000 მოღვაწით მასწავლებლით იქ და ნუ არჩენა ანტიკორუფციულ კანონებზე, რეორგანიზაციებზე, თვითცენზურის გააქტიურებაზე ერთი მხრივ და მეორე ვიღაცების თვალის ასახვევად თუ ვინმე ტყუდება უთ არ ვიცი ამეთი პიარის სამსახურის უჩვეულოდ გააქტიურებაზე, როცა მიქანაძის ბრეჟნეული ნიუსები და ბახარაშვილის პერფორმანსები ერთმანეთს მახარაშვილი არის მინისტრის მოადგილე თუ თამარ მახარაშვილი ზოგადი განათლების მიმართულების კოორდინატორი. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი, რომელსაც პირველ რიგში ეკუთვნის რეაგირება, როდესაც შინაარსობრივი და არსობრივი კუთხით რაღაც ფუჭდება, იმიტომ რომ მინისტრები ჩვენთან განათლების სპეციალისტები არ არიან და მახარაშვილი მოადგილეებიც არ არიან, მაგრამ როცა ზოგადი განათლების კურატორია, აი ამ კუთხით, იმიტომ რომ მის ქვეშ არის მოქცეული ყველა დეპარტამენტი, მისი მმართველობის ყველა სამმართველო და ნუ სწორედ არათუ ამ ყველაფრისგან შინაარსადნობს პირიქით ამის თავარი იდეოლოგია ამ ჩახშობისა და იმის გამოდის სწორედ ის და აი ეს პროდუქტზე მიბმაც და პროცესიდან საგანმანათლებლო შინაარსის სპეციალისტების ამორთვაც ამის გაგრძელება და ნაწილია. და აი უნივერსიტეტები მერე უკვე მეორე ეტაპია ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს უკვე ახლიდან გადაიაზრეს, ახალი ძალები მოიკრიბეს და ამდენად სკოლისგან არაფერი არ გამოვიდოდა ხელი ჩაიქნიეს და მე-11 კლასიც საკმარისია, მე-12-ც მოაშორეს, მაგრამ ცდელობა მათ ჰქონდათ. ხო, ანუ შეიძლება ითქვას, რომ პრინციპში განათლების, არ ვიცი, სკოლაშიც გატარდა გარკვეული რეფორმა ბოლო წლებში, თუმცა ეს არ ყოფილა ისეთი ხილული პროცესი, ფართო საზოგადოებისთვის. ცდელობა იყო რეფორმის და რაღაცა ძალების მობილიზების და რაღაც დიდი კამპანიის დაწყების, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ყველა პროგრამა გაყინეს, ყველაფერი გააჩერეს და აი ბოლო 3 წელია აი ამილახვარის მინისტრი არაფერი არ ხდება საერთოდ სამინისტროში, რისთვის იღებს ხელფასს იქ მომუშავე ადამიანები. მე მაინც მუშაობს. არავინ არ მუშაობს, აი ვინც ეხება შინაარსების დისტრიბუციას, დანერგვას, განვითარებას, რაც ეხება ერთი ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტში ერთწლიანი პერიოდი იყო, როდესაც აი განახლებული სტანდარტები მუშავდებოდა, ანუ მართლა ვითარდებოდა სასწავლო გეგმა და პრინციპში რა პროდუქტიც დაიდო, მე მაინც ვფიქრობ, რომ კარგი პროდუქტია, თუ იმას შეცვლა დაჭირდება მაინც, იმიტომ რომ ფორმალურად ეს სულელურის გემი აქვს, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები აქვს, მაინც წამზღვარებული, მაგრამ ერთი ეგ იყო და დანარჩენი არაფერი ტრენინგი არ ტარდება, შეხვედრები არ ტარდება და არაფერი არ ხდება. ჩინეთში ხო იყო მინისტრი ახლა? არა, მინისტრი მუშაობს, რა თქმა უნდა, მე გულისხმობ ყველა დანარჩენს და სისტემა გაყინეს ისე, რომ არაფერი არ ხდება და ნუ მასწავლებლები თავისთვის არიან და ხშირად გაკვეთილებიც გიწდება, როგორც ხდება ხოლმე და ანუ მოკლედ მორატორიუმი თქვეს, ვიწყებთ რაღაცას და გაჩერდნენ და 3 წელია ეს კოლაფსური ვითარება გრძელდება. და ნიკო, არ ვიცი, განათლების სპეციალისტისთვის ალბათ კიდევ უფრო შემაწუხებელია კოლაფსი, იმიტომ რომ განათლების სფერო არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სფერო, ერთი მხრივ, იმიტომ რომ ძალიან ცოცხალი პროცესია, მეორე მხრივ, ეხლა როცა არ ვიცი, ტექნოლოგიური აღზევების, ხელოვნური ინტელექტის შემოჭრის და პროფესიების ცვლილებების ფონზე, არ ვიცი, მე რო განათლების სპეციალისტი ვიყო, ალბათ ღამე არ დავიძინებდი იმაზე ფიქრით, როგორ მოვარგო ეს სისტემა ამ საჭიროებებს და ხო, აი რამდენი საინტერესო რამე შეიძლება წაიკითხო, აი შეხვედრა გამართო, იმსჯელო, გატესტო და ასე შემდეგ, ხო? და თუ ამ ჩქეფარე პერიოდში სტაგნაცია და კიდე მორატორიუმი და პაუზა, ალბათ ძალიან დასანანია, ხო? რა ჭირდება დღეს ბავშვს და სკოლას, უნივერსიტეტში ჯერ არ გადავიდეთ, რა სახის რეფორმა, რომ მან დაინახოს, რომ სკოლაში წასვლა არ ეზარება, მასწავლებელი უბედური აღარ არის, იქ რაღაცა საინტერესო ხდება, იმიტომ რომ ეს ცვლილებებიც ხო ისეთი არ არის, რომ რაღაცა შეიცვალა და 10 წელი ეს
დაპაუზდება, ანუ ეს სტატუს კო გვექნება, მუდმივად იცვლება. იდეალურ სამყაროში რო გითხრან, რომ აი მოდი გავატაროთ საქართველოში ესეთი კარგი სასკოლო რეფორმა. რა უნდა გავითვალისწინოთ? მაგაზე ფიქრის მეტი რა მკეთებია ხო? ანუ პირველ რიგში ალბათ სწორად ხო მოკეთ დავიწყოთ იმის აღნიშვნით, რომ ჯადოსნური ჯოხის ეფექტი არ არსებობს, ხო? ანუ განათლება არის ესეთი დისკურსული არა რას გულისხმობ რეცეპტის ენაზე ეს არ ითქმის, ანუ ის იმდენად დისკურსული პროცესია და აი მართლაც პროცესია, ანუ ბევრი რაღაც პროცესში უნდა გამოჩნდეს და იმ პროცესის სწორი რეაგირების გზაზე უნდა მოხდეს ეს, ანუ ასე ზუსტ მოდელს ვერავინ ვერ იტყვის და მოდელები ასეთი ფურთხით არც მუშაობს განათლებაში. მაგრამ ნუ აქ შეიძლება ითქვას, რომ აი სწორ პროცესს რა შეუწყობს ხელს, ასე შეიძლება დაისვას ეს საკითხი. ნუ პირველ რიგში უნდა მოხდეს ისე განათლების მიზნებზე სწორად და კარგად ჩამოყალიბება. რა არის, რისთვის არის სკოლა და რა ფუნქცია გააჩნია მას, ხო? ანუ მაშინ ესე ვიკითხო, მოდი გაგაწყვეტოთ. აი დღეს რა ფუნქცია აქვს სკოლას და რა უნდა გქონდეს? აი ძალიან სიმართლეს რო თვალებში ჩავხედოთ, აი რა ფუნქცია აქვს დღეს სკოლას? დღეს უკვე მე მგონი აღარაფერი ფუნქციები ძალიან მოეშალა, მაგრამ საერთოდ როცა ფუნქციებს ამხსენებენ სამი წმინდა სიტყვა ამ შემთხვევაში, რომელსაც ამახვილებენ ყურადღებას. ერთი არის სოციალიზაცია, ანუ ჩვენ საზოგადოებამ დაგვეთა როგორი საზოგადო ბავშვი გვინდა მივიღოთ. მეორე არის კვალიფიკაცია, თქვათ, როგორი კვალიფიკაცია მივანიჭოთ ამ ბავშვს და მესამეა პერსონალიზაცია, ანუ თვითონ ბავშვის მსოფლმხედველობა. როცა პროგრამები დგება, სკოლა ვითარდება, კურიკულუმები აიგება, დიზაინი შეირჩევა, იქ ყოველთვის სამივე მონაწილეობს, რა თქმა უნდა, ვერცერთს ვერ გამორიცხავ, მაგრამ მან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ათვლის წერტილად, რომელს იღებ, ანუ თუ იღებ ათვლის წერტილად შინაარსებს, ანუ კვალიფიკაციას, მაშინ შინაარსების ტიპის პროგრამა გამოგვდის, თუ იღებ ათვლის წერტილად სოციალიზაციას, გამოგვდის დაკვეთები, სადღაც სოციალურ პოლიტიკური და თუ პერსონალიზაციას იღებ, გამოდის ეს არის გამოდის ბავშვისგან. ხო, ეგეთი იდეალური ფორმულა არ აქვს, ხო? ანუ თანაბარზომიერად ვერ გავაკეთებ. გამოდის იქ აუცილებლად რაღაცა კუთხით სიმძიმის ცენტრი უნდა გადაიტანო, ისე რომ დანარჩენი ორი არ გამორიცხოდა. ნუ აქ რო შევადაროთ ახლა უნივერსიტეტის ლექტორების და საგნობრივი სპეციალისტების პერსპექტივა შინაარსის პოლიტიკოსებს უფრო უყვართ და განათლების პოლიტიკოსებს ეს სოციალიზაციის კომპონენტი და მასწავლებლების და პედაგოგიკის ექსპერტების ათვლის წერტილია უფრო პერსონალიზაცია, ანუ ბავშვს რაში და როგორ გამოადგება ეს ყველაფერი. ხო, აი დაუშვათ თუ ვიტყვით, რომ ისტორიას რატო ვასწავლენ. ის გეტყვის რაღაცა რომ ობიექტური ისტორია რომ ისწავლოს ბავშვმა. პოლიტიკოსი გეტყვის რომ ობიექტური ისტორია დაივიწყე, მინდა რომ პატრიოტი აქვს არდო ან გრადი განვითარების მიზნებს რომ მოემსახურება ის გავზარდო, ან შრომითი ბაზრისთვის მოვამზადო, ან ლიბერალად გავზარდო, ან კონსერვატორი. აი, ეროვნულ სასწავლო გეგმაში სხვა არაფერს არ ვაკეთებდი მე თუ არა, აი ასეთი შემოტევას და იქ ეროვნული სასწავლო გეგმა იყოს სწორედაც ის, რომელიც იძახდა რომ ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია, თავარი არის ბავშვი. და აი ბავშვის პიროვნული განვითარების სამსახურში როგორ ჩავაყენოთ, თქვათ ისტორია, როგორ ჩავაყენოთ, რომ აი ბავშვის პირადი კომუნიკაცია წარსული სამსახურელ მასალასთან და თვითონ ბავშვმა დაინტერპრეტიროს და შექმნას ეს. ანუ ის კი არა რომ მე ვასწავლი ისტორიას, იმიტომ რომ რაღაც ან კიდე მე ვასწავლი ისტორიას, რომ იმიტომ რომ ვითომ ობიექტური სურათი მივცევ. მივეცი ეს მასალა და მასთან ერთად ჩავერთე ამის განხილვაში, ანუ ეს მომენტი არის. და მოკეთ განათლების მიზანი უნდა გადაწყდეს აუცილებლად მოსწავლის სასარგებლოდ. ანუ ეს რას ნიშნავს პრაქტიკის ენაზე? სკოლაზე უნდა შეწყდეს ეს ბულინგი, რაც დღეს ძალიან უფუჭებს საქმეს სკოლას და უკეთებს საქმეს მთავრობას, რომ ვერ მიმზადებს ბავშვს უნივერსიტეტისთვის, რეპეტიტორთან მაინც დამყავს ბავშვი. თუმცა ვერ ამზადებს. არა, მესმის, მაგრამ არც უნდა ამზადებდეს, ასე ვთქვათ, პირდაპირ ფუნქცია სკოლის, არა რეპეტიტორისთვის მომზადება. სკოლის პრობლემა გეტყვით სხვა რა არის, ხო? ანუ სკოლის მომზადება, სკოლის პრობლემა რა არის, რომ სკოლა არის ოჯახის ტიპის დაწესებულება. უფრო ახლოს ის ოჯახთან არის, ვიდრე უნივერსიტეტთან. სადაც ბავშვი იზრდება და ხო, ანუ გამოდის რომ მე მშობელი აი ასეთ ტიპის მაშიუში. იქ უნდა შეიქმნას ისეთი ჰარმონიული, ემოციურად დაცული გარემო, სადაც აი ბუნებრივად ბავშვს აქვს ეს ცოდნის და ცნობის მოყვარეობა, სულ რატომ როგორ კითხებ
იღებს ამიტომ სვამს, რომ ეს გაიხსნას მისთვის და აი ეს უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ მე წერა-კითხვა ისწავლოს და სხვადასხვა საგნებში დაფეცილ. ჩვენი სკოლის პირველი პრობლემა არის ეს, რომ ესეთი გარემო ვერ იქნება. იქ არ არის სიყვარულის გარემო, ის სითბოს გარემო და ის გარემო არ არის ძალიან უცხოა და უხეში ბავშვისთვის უმეტეს შემთხვევაში. რატო არ არის ესეც ხო მინისტრის ბრალია ეს მასწავლებლს ხო შეუძლია რომ მასწავლებელი ერთი ვერაფერს ვერ იცავს. საქმეც ის არის. ანუ საჯარო განათლება არის სერვისი ხო, რომელიც ინსტიტუცია აღარ არის სკოლა. მოშლილია და ამის ბრალია. ანუ მან ერთი მასწავლებელი თუნდაც აი მე ძალიან ბევრ ნარატივს ვიკვლევდი მასწავლებლებს საათობრივ ინტერვიუს უტარებდით ხოლმე. გქონდა ახალი სკოლის მოდელში ეს პრაქტიკა, რომ თვითონ ყვებოდნენ ბიოგრაფიის სტილში თავიანთ მთელ მოღვაწეობას, რომ აი რა და როგორ და აი იქ ძალიან საინტერესოდ ჩანდა თვითონ, რომ ბევრ მასწავლებელს აქვს მცდელობა, რომ ბავშვებს გაყვეს და ძალიან საინტერესო кейსები ამოდის, მაგრამ ინსტიტუციურად ეს სკოლა ვერ იქნება როგორც ანუ ერთი ადამიანი ამას ვერ შეცვლის და მეორე აი რომ დავაკვირდეთ მასწავლებლების ნარატივებს, სიტყვა ჩვენ რა გულისხმობს, ყოველთვის გულისხმობს ან ჩვენ ისტორიის მასწავლებლები, ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ დაწყებითები, მაგრამ ჩვენ სკოლა თითქმის არ არის, აი ვერ ნახავთ კონე ჩვენ როგორც სკოლა ეს კონტექსტი არ არის და აი განათლების რეფორმის ეს დიდი შეცდომა დანაშაული არის, რომ სკოლა როგორც ინსტიტუცია, რომელიც ამის მეორე პრობლემა ერთი რომ განათლების მიზნები არც ერთ ეტაპზე სწორად არ ჩამოყალიბდა და ამაზე სულ იყო დავა და ჩხუბი, მაგრამ არასოდეს ეს მურღულიას და მამილახვარის გემი ვარესია თავის პროცედურის, თორე არც 2004 წლის ზოგადი განათლების მიზნები იყო ვარსკვლავი ამ ჟანრში, ხო? ანუ ეს არის ეს პრობლემა რეალურად და ხო და ნუ აი რახან სკოლა ასე არ არის გააზრებული, მე შესაბამისად თვითონ მის წევრებსაც და იმასაც სხვა ტიპის ბულინგი მოდის, ხო და სხვა ტიპის ანგარიშვალდებულება. ხო, ნუ ვიღაცები სკოლებს დაკვეთებს აძლევენ, ხო ხედავთ ეგრე. მღვდლები შეუშვეს სკოლაში საქადაგებლად, რომ ღირებულებები ასწავლონ, ვითომ ეროვნული სასწავლო გეგმა ღირებულებებს არ ასწავლის ისეთი ეგიდით. ნუ უფრო მარტივია ეს STEM საგნებზე იციან ხოლმე ლაპარაკი, რომ ვითომ საგანთაშორის ინტეგრაციას ეროვნული სასწავლო გეგმა თვითონ არ ეთხოვს და ეს თვითონ გარედან შემოტანილი იდეა იყოს ამისთვის საჭირო და ისე ეს სხვა შორის ჩემთვის აბსურდების ჟანრიდან ერთ-ერთია, იმიტომ რომ მე სულ მესმოდა, რომ სკოლაში საგანთაშორის ეს კოორდინაცია უნდა იყოს და რაღაც მათემატიკა ცალკე არ უნდა იყოს, რაღაც მოკასასურველია, თუნდაც ლიტერატურასთან, მუსიკასთან, რაღაცებთან თანაზიარობაში ვასწავლოთ ბავშვებს, რათა უფრო კარგად დაინახონ, ხო? და მეორე მხრივ უცბად გამოჩნდა კონცეფცია, რომელიც ამბობს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტია და რაც სრულიად გულისხმობს დისციპლინებს შორის კავშირის მოშლას და მე რაღაცა დიდი გაურკვევლობა მქონდა თავში, რომ თუ კი სკოლის დონეზე წლების განმავლობაში იმაზე მუშაობდა სამინისტრო და სახელმწიფო, რომ მასწავლებლებს რაღაც კავშირები გაებათ, როგორ შეიძლება მე უნივერსიტეტში ფაკულტეტებს და სხვა სამეცნიერო დისციპლინებს შორის იმდენად გათიშო ეს კავშირი, რომ სხვა ქალაქში გადაიტანო და რაღაცა ერთ უნივერსიტეტში შეყარო ყველაფერი, მაგრამ ხო ეგ სხვა ამბავია. მეგონი მაგაზე თვითონ არც აქვთ დაფიქრიდან ამსჭელი ამ რჩება განცდა. არის მაგ პროცესის მაყურებელი ვიქნებოდი ეგ ფუძლები როგორ იწერებოდა. მღვდლები ახსენეთ და ეს მეც უნდა მეკითხა და ძალიან საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ აი მაგის ნაწილია, რაც ვფიქრობთ ხოლმე, რომ რა აჭირდებათ ბავშვებს. ბევრი პასუხი მაქვს ხოლმე თავში ამ ჩემ გარემოცვაში არსებული ბავშვების გამო და რა ვიცი, მღვდლების და პოლიციელების მიერ ჩატარებული გაკვეთილები არც ერთში არ ყოფილა, მაგრამ სადამ ჯერ მღვდლები არ გამოჩნდნენ და მერე პოლიციელები. რომ არაფორმალურ განათლებაში ოფიციალურად სახელმწიფოს და საპატრიარქოს ჩართულობით თუ შეთანხმების საფუძველზე მაშველი რგოლებია ეს სასულიერო პირების და პოლიციელების მოხმობა სკოლაში თუ სხვა ნუ აი ბავშვები ხო ანუ სამინისტროსთვის რომ აი ამას შევთავაზებ ბავშვებს სხვადასხვა ვერ ვარ. და მანდ მე პირველ რიგში ვხედავ PR-ის ელემენტს და სიმართლე გითხრათ არც მინდა არ ვეხო ძალიან შევიდე ხო კრიტიკაში, იმიტომ რომ ზუსტად ამაზე აქვს გათვლა იქ, ანუ რეალურად აი რომ შეხედოთ ეს პატრიოტიზმის ის ვერსია, რასაც ესენი ავითარებენ, რა არის, რომ ანუ ის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები კი ფარატინა დოკუმენტია, მაგრამ რო წაიკითხო აი იმიტომ რომ არაფერ აქცენტს არ გაძლევს ის კიდ ყოფილა, კიდ არ ყოფილა, მაგრამ
ლექსიკოსტატისტიკურად რო შეხედო, იქ რა სიტყვები ხშირად გამოყენებული, ანუ ფორმალურ საფუძველს აძლევს ხელისუფლებას და სამინისტროს დღევანდელ ადმინისტრაციას, რომ ანუ პატრიოტიზმზე და პატრიოტიზმი ბევრჯერაა. ხო, ანუ ხო ამდენად აი საფუძველს აძლევს, რომ რაღაცა ამ კუთხით გავაკეთოს და მე მგონი აქ სწორედ აი ეს ხაზი უნდათ დაიჭირონ, რომ აი ხლები შეუშვით, რომ ანუ ადამიანები ვინც ხედავთ ამის ზედაპირულობას, ამის სასაცილოობას, ამაზე ბევრი ვისაუბროთ და ადამიანები რომლებიც ეს თუ საფრთხის შემცველია. არა, უფრო ხო, საფრთხის შემცველი არსობრივად რო ვთქვათ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამას ვინ აკეთებს, როდის აკეთებს და როგორ აკეთებს, ეს რა თქმა უნდა სერიოზულად ცოტა სასაცილოა ამაზე ლაპარაკი, ხო, ანუ გავადეთ 6 თვე და სულ დავიწყდებათ მღვდელიც და ქრისტიანობაც და მართლმადიდებლობაც და საქართველოც ეს არ არის ხალხი, რომელიც მისდევს რაღაცას ყურადღებით. ეს არის აქ და ახლა პიარსვლა, რომელიც განათლების რეფორმის აქცენტის დაჭერა უნდათ ახლა რაღაცნაირად, იმიტომ რომ ახლა ჩვენ რო დაუშვათ გადაცემა მივუძვნათ ამ ფაქტს და ვთქვათ, რაღაცეები ამ კუთხით ეს შეიძლება საზოგადოების ნაწილმა გაიგოს, რომ აი რა განსხვავებაა და მთავრობას უნდა რომ მართლმადიდებლობა წინ წამოწიოს და ჩვენი ტრადიციები და პატრიოტიზმი და არსებობენ ექსპერტები deep state-ისგან მართული თუ დაფინანსებული, რომელიც ამას დახელფასებული, რომელიც ანუ ეს არის აი ამ მარტივი მაიმუნობა, მარტო სხვა სახელს ამას ვერ დაარქმევ. მაგრამ გლისში ცხოვრების გაუწყვეტია, მაინც საინტერესო მგონია ამაზე მსჯელობა. არა, მსჯელობას რაც შეეხება ცუდი რა არის მან ყველაზე მეტი, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ეროვნული სასწავლო გეგმა თვითონ გამოდის, რომ აღარ არსებობს როგორც დოკუმენტი, ხო? თავი რო დავანებოთ იმას, რომ 11 წლიანი სწავლება ისე დაანონსდა, რომ სასწავლო გეგმის ლოგიკა და განვითარება არავის არ მოუკითხია. იქ მთავარი სათქმელია ის პერსონალიზაცია, რაც თქვი სწორედ, რომ მოსწავლის მორალური განვითარება, მისი პიროვნული წინსვლა და ანუ ისტორია და გეოგრაფია და ფიზიკა და იმიტომ კი არის სწავლება, რომ საგანია მნიშვნელოვანი. ის რომ მის ღირებულებებში, მსოფლმხედველობებში, მის არსში გაკვეთილი ამისთვის არის და სხვა არაფრისთვის ეროვნული სასწავლო გეგმაც ამას გვეუბნება, განათლების სწორი მიზნებიც ამას გვეუბნება. პარალელურად რა ხდება? როცა შემოგაქვს გვერდიდან ეს ტერმინი ისწავლეს რაღაცა და შინარსი ღირებულებითი განათლება, საიდანღაც გაიგონეს ეთყობა და ეს ღირებულებითი განათლება, როდესაც შემოგაქვს აი ამ ქადაგების თუ პოლიციის მიერ ნაქადაგები დისციპლინის ფორმატში. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ამით ხო ამბობ, რომ პროგრამებით მე შინარსებს და საკითხებს ვაზუთხებ ბავშვს აქ ჩემს სკოლაში და აი ღირებულებებზე სალაპარაკოთ, შემომყავს ამ კუთხით უფრო კომპეტენტური მასწავლებელი არ არის კომპეტენტური და შემომყავს უფრო ეს არის სისტემის შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია. იმიტომ კი არა რომ მღვდელი მოყავს, კი ბატონო უნდა უშვათ მოლებით შემოიყვანონ და ის რაბინებიც და ყველა არა არაფერი არ შეიცვლება ამითი, ხო? ბუდისტი ბერებიც და რა ვიცი პროტესტანტი აბატებიც, ხო? არაფერი არ შეიცვლება ამ კუთხით, თუნდაც ეს დაბალანსებული იყოს, ეს პირდაპირ არ დისკრედიტირებს მასწავლებლის როლსაც, მასწავლებლის ფუნქციასაც და არის რაღაცა პიარ სვლა, რომელსაც სამწუხაროა, რომ იქ ვინც მუშაობს სამინისტროში, ამაზე არ აქვთ რეაქცია და თავისი სიჩუმით პრაქტიკულად ხელს ხაწერენ იმაზე, რომ თურმე საკითხების დასასწავლად ყოფილა საგანი და იქ იმას აქვს მნიშვნელობა ილია ჭავჭავაძის 3 ლექს ვისწავლე თუ 5 ლექს ამით იწყდება პატრიოტიზმის, მეტი აი ეს არის თვითონ სიმპტომურად ძალიან ცუდი ამაში, თორე რეალურად საპატრიარქოზოც ახლა ხელი რო შეუშალოთ იმ ლოგიკაში, ანუ რა თქმა უნდა სეკულარული და ტრენინგებულების არაფერ ცუდის თქმა თვითონ საპატრიარქოზე ამ კონტექსტში არ მინდა რატო გეტყვით, იმიტომ რომ გასაგებია რომ სეკულარული უნდა იყოს განათლება და ორი აზრი არ არის რომ საპატრიარქო და რელიგიური არც ერთი უწყება არ უნდა იყოს გადამწყვეტი, მაგრამ საპატრიარქოს საზოგადოებრივი ორგანიზაციაც არის ხო და საზოგადოების დიდი მანდატი აქვს ზოგჯერ და ანუ თვითონ პროგრამების განხილვაში რო იყოს ვთქვათ საეკლესიო პირებიც წარმოდგენილი და ყოფილან სხვა დროსაც ამაში ცუდს ნამდვილად არაფერს არ ვხედავ, უბრალოდ მათ ცუდი არის რომ აი ინდოქტრინაციის კომპონენტი არ უნდა წამოიწიოს წინ და ოდესაც პროგრამას შენ მართავ, შენ უძღვები და შენ სასწავლო გეგმაში ითვალისწინებ, კი ბატონო, ეს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება, მაგრამ ოდესაც პროგრამას არ ქმნევ და სიმბოლოდ მღვდელი გამოგაქვს, ეს არის უკვე ღია ინდოქტრინაციად ჩანს ეს ყველაფერი. ნუ დავიმშვიდოთ თავი იმითი, რომ ეს სასაცილო და ზედაპირულია და არასერიოზული. და თუ კი არ მოწყინდათ 6 თვეში და გააგრძელეს, სად შეიძლება მიგვიყვანოს ამ ამბავმა?
იმიტომ რომ მე ველაპარაკე მათ შორის იმ მღვდლებს, ვინც ამის დანერგვის სათავეებთან იყვნენ და მინდა ვთქვა, რომ მათი ნაწილი საკმაოდ ფრთხილობდა იმაში, რომ ბავშვებთან შესული სასულიერო პირები ყოფილიყვნენ სათანადოდ მომზადებულები, განათლებულები და ასე შემდეგ და მე მომივიდა ხმებიც იმის შესახებ, რომ უკვე ამოწურეს რაღაცა ლიმიტი ეგეთი მღვდლების და ეხლა უნდათ ისეთ ხალხსაც შესვლა, რომელზეც თვითონ საპატრიარქოც ფრთხილობს, არ ვიცი ეს რამდენად სიმართლეა ეს ბოლო ნაწილი, პირველი ნაწილი რაც პირადად ვილაპარაკე, სტატიაც გვაქვს ამაზე დაწერილი, შემიძლია ამაზე თავი დავდო, მაგრამ თუ კი გაგრძელდა ეს ამბავი და უფრო მეც სკოლაში შევიდნენ მღვდლები, ეს იქნება ის, რაც თანამედროვე ბავშვს უნდა, რაც მის ინტერესებს აკმაყოფილებს, თუ შეიძლება თანამედროვე ბავშვსაც შეუცვალოთ ინტერესები იმგვარად, რომ ეს გახდეს მისი. არა აქვთ მაგათ მექანიზმი, ბავშვს რამე შეუცვალონ და რაიმე ზემოქმედება მოახდინონ ბავშვთან. საქმეც ეგ არის ჩვენი სისტემის და სკოლის უბედურება არის ის, რომ ამდენი დეინსტიტუციონალიზაციით, ბერკეტების ასე პოლიტიკური გამოყენებით ის გასაღები დაკარგულია ბავშვის გულთან, რასაც მიყავ ხო, ანუ ეს უკუპროპორციული იქნება. კი ბატონო, თუ მასზე უნდა, ეს იქნება უკუპროპორციული და სასაცილო. ვინმეს თუ გონია, რომ ამათი ჩატარებული პროგრამები იქ ასე გაკეთებული სახელდახელოდ ბავშვებს შეუცვლის მსოფლმხედველობას, ეგ ცოტა არასწორი მკვიდრი წარმოდგენა არის დამკვიდრებული ამ საფრთხეს, როცა განიხილავ. ეს უპირიქით ამას ექნება უკურეაქცია, იმიტომ რომ თავს მოხვეული ახლა წარმოიდგინე, რომ ისეთი ხალხი რომ იმ მგლებს არ ვიცნობ და პირადად არავის ვერ ჩიახა შეიძლება ბევრს განცდა აქვს, რომ აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს, ხო, თუ ქადაგებ ეკლესიაში, ბავშვთანაც რო იქადაგო შეიძლება სულაც არ იყოს იმის სამსახურეობრი და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მაგრამ თვითონ ესე დალაგებული პროგრამები, რომ ბავშვის გულამდე მივა და მის მსოფლმხედველობას შეცვლის და მის პირველ მთელი პრობლემა ის არის, რომ სკოლა ბერკეტი დაკარგა ზუსტად, რომელიც ბავშვის შეაღწევს, ასე რომ მაგ საფრთხეზე მეტად არც პოლიციელებს არა აქვთ ეს ბავშვის გულის გასაღები? ესენი შედარებით ახლა გამოჩნდა. არა აქვთ პოლიციელებს, ხო, პოლიციელს როგორ უნდა ქონდეს ბავშვის. საერთოდ ეს რას ნიშნავს, არ ვიცი, როგორ რა პარალელი არსებობს, რომელი ქვეყნის სკოლებში დადიან პოლიციელები? გაკვეთილების ჩასატარებლად და პროფესიაზე სალაპარაკოთ. მინახავს, რომ რაღაც პროექტის ფარგლებში შეიძლება მოუწევიათ პოლიციელი, რომ თავის როგორც მეხანძრე დაუშვათ ან რაღაცა და ხო და ანუ შეიძლება პოლიციელიც მოიწვიო და თავის ცხოვრება აგიწეროს რაღაცნაირად და რაღაც პროექტის ფარგლებში მას გაკვეთილზე შეიძლება დაიგეგმოს ეს ან თვითონ ბავშვები წავიდნენ და პოლიცია როგორ მუშაობს ესეთ რაღაცას შეესწრონ ახლა ეგ მაგაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ მანდ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დიმიტრი შაშკინის დროიდან იწყება, რომელიც პენტენციური სისტემიდან გახდა მინისტრი და ეს მანდატური სამსახური როგორ მოიგონეს გახსოვთ ხო? აი ვიძახით რომ სკოლა ოჯახის ტიპის დაწესებულება უნდა იყოს, სადაც ჰარმონია და ამ დროს შემოდის მაკონტროლებლად. ხო, მერე იყო მცდელობა. თუმცა მანდატურებმა მე მგონი საბოლოოდ მარტისეც სულად იმუშავეს, თუ არა? არა, თვითონ იდეა არის იმდენად არასწორი, რომ კონსტიტუციას და არ საფუჭებს სკოლის სექტორი. რეალურად შაშკინის შემდეგ, აი იმ 9 წლის განმავლობაში, ხო, ვიდრე პოლიციურ სახელმწიფოდ გადავკეთდებოდით, ხო? ანუ ის არ იყოს ეგეთ მანდატურებსაც პრობლემებით ბავშვების. იმათაც ცუდს არაფერი, იმათაც ცუდი არაფერი არ მინდა. იმათაც ცუდი არაფერი მინდა ვთქვა, მეც მინახავს, აი ნამდვილად პედაგოგიკური სულისკვეთები, მაგრამ მერე იყო დიდი ხანი მცდელობა, რომ ეს სოციალურ სამსახურად უფრო გადმოკეთებულიყო, ანუ არა ასოცირებული მაინც და მაინც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მაგრამ დღეს მივიღეთ ვითარება, რომ განათლების სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ლამის ერთი ჯაჭვის ორი რგოლია, ხო, იმიტომ რომ ნახეთ აქედან ეს მიქანაძე, ვინც ახლა არის ხო ადრე ესეც ძალოვანებიდან იყო, აქ განათლების მინისტრის მოადგილედ ვინც ყავდა მახარაშვილის გვერდით, ახლა ის გეკაგელაძე არის შინაგან საქმეთა მინისტრი და ანუ ინფორმაცია იცვლება, ანუ რეალურად ახლა ამ შემთხვევაში რასაც უყურებთ, ეს არის რომ სულთან და პრიორიტეტებთან თავისთან რაც ახლოა, ანუ იმას შვებიან. რაც იციან იმას აკეთებენ? დისციპლინა და მორალი. ანუ ამათ თვალში ახლა ეს არის რომ აი ჩვენ ღირებულებად თუ ავიღებთ თქვათ ქადაგებას, ღირებულებად თუ ავიღებთ დისციპლინას, საზოგადოების რაღაც ნაწილს მოეჩვენება რომ აი მთავრობა დისციპლინას ამყარებს სკოლებში იქ რო ქაოსია და ვიღაც დიპ სტეიტის აგენტებს ეს არ
უნდათ მთავრობა სწორღირებულებებს ხადაგებს და ვიღაც ამაზეა გათვლა თორე ბავშვიც და მისი მორალიც და მისი ქვეყანაც და ისე ადარდებენ ხა მაგათ როგორც ჩვენ გვადარდებს ანდრომედას გალაქტიკაზე რამდენი ის არის მეტეორი აი ზუსტად არ ვაჭარბებ ზუსტად ვიცი რასაც ვიცა გამოდის რომ ეს ბავშვები ფაქტობრივად ბედის ანაბარა თუ ჰაერზე თუ რაღაცა თვითდინებით იზრდებიან სკოლებში არა რაღაც ატარებენ ინსტიტუციაში რაღაცა დროს და ეს დრო არ არის ცოტა 12 წელს ყველაზე მნიშვნელოვანს როცა ადამიანად ყალიბდება პატარა ბავშვი გამოდის იქიდან უკვე ზრდასრული თუ 12 კლასში სწავლას დააცდიან თუ არა და თითქმის ზრდასრული გამოვა და ამ დროის განმავლობაში ვერც მისი გულის გასაღებს ფლობს ვერც ერთი სისტემა არც ისეთ გაკვეთილებს უტარებენ რომელმაც შეიძლება მისი ცნობის მოყვარეობა ახალისოს და რატომ და რისთვის კითხვების დასმა სასურველი გახადოს და რა გამოდის დროს კარგავენ ეს ბავშვები? არა ძალიან დიდი მადლობა რომ ეკითხვა და მოწყედილობით კვდებია? ხო, აი დიდი მადლობა რომ ეკითხვა და სისტემის მიმართ და სახელმწიფოს მიმართ ბრას იგროვებენ თუ აი რასაკეთებ იმიტომ რომ ეს რთული ამბავია ხო სადღაც ახარ 12 წელი რომელიც არ არის შენთვის შექმნილი და მორგებული არ მოგწონს იქ ყოფნა ხო, ანუ ეს მოკლედ ძალიან კარგი შეკითხვაა და ძალიან კარგია რომ ამას შევეხებით, იმიტომ რომ სიტყვა უნდა შევაშველოთ სკოლას, რომელსაც დავიცვათ სკოლა. უნდა დავიცვათ, რა თქმა უნდა და დასაცავიც არის საკითხი. თუ კი მოსაწყენია ბავშვებისთვის, რატომ უნდა დავიცვათ? მოსაწყენს ახლა მოდი დავაკონკრეტოთ ეს მოსაწყენს, ხო, მაშინ მოდი. ანუ რეალურად მთელი იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც ვილაპარაკეთ, რომელიც უფრო ადმინისტრირებას, არასწორი იდეების დასმას და PR პოლიტიკას, ახლა ბიუროკრატებისა და ტექნოკრატების მართული სისტემის გაგრძელებაა, ხო, რომელიც გათიშე დაიბატონეს პრინციპით ინსტიტუციებს შლიან თვითცენზურას ურთავენ და რაღაც. მიუხედავად ამისა სკოლას მაინც ქვია სკოლა. აი ხა მან ახლა ცოტა რომ შევხედოთ ისტორიას, საიდან გაჩნდა ხო საჯარო სკოლები და რატო გაჩნდა ხო ეს არის დისკურსი მე-15, მე-16, მე-17 საუკუნიდან იწყება, როდესაც თანასწორობა და სკოლა არის სინონიმები პრაქტიკულად, იმიტომ რომ თავიდან იყო რომ ბავშვები მშობლის ფშთან იღებდნენ სახში გამოცდილებით სწავლას და იან კომენიუსმა თავიდან რო თქვა რომ ეს ჩვენ გვინდა რაღაც სივრცე, სადაც მეტნაკლებად თანაბარი შესაძლებლობა იქნება და ის დამახინჯებული ეს საჯარო განათლების პილიგრიმერი ამას დაემატა ხო უკვე ეროვნული სახელმწიფოების შექმნას და განათლების იდეას. ანუ გვინდა თუ ანუ რაც არ უნდა ცუდი რამ ხდებოდეს ის 12 წელი ბავშვი რო დადის სკოლაში. თავის თანატოლებთან რო აქვს ურთიერთობა, იმათ მშობლებთან რო აქვს ურთიერთობა. ის მასწავლებლებს შეიძლება არ უსმენდნენ და პროგრამა კარგად არ მიდის, მაგრამ ცოდნის ელემენტები და გათანაბრებები მაინც ხდება იქ და ეს მაინც არის უზარმაზარი რგოლი მოსწავლის პიროვნების განვითარებაში, ფსიქოლოგების ენაზე რო ვთქვათ, სოციალიზაციის უძლიერესი აგენტია სკოლა ყველა ვარიანტში და აქ ორმხრივად შეიძლება შევხედოთ ამ პროცესს, რაც მიმდინარეობს, ხო? ერთი მხრივ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ აი ამ პროცესს, რაც ბუნებრივად უკვე ფორმატს აქვს სკოლისას, ხო, რომ იქ მაინც მოდი ხარ მასწავლე, ვერაფრით ვაძლიერებთ და ამას ვერ ვაქცევთ აი მართლაქმედით ინსტრუმენტად, რომელიც ერთიათად უკეთეს შედეგს მოგცემს, მაგრამ მეორე მხრივ ამას პლუსიც აქვს, რომ იმ თავრობებისა და იმ ხელისუფლებების ხელში რაც გვაქვს ეს პლუსი გამოდის, იმიტომ რომ მან რეალური შესაძლებლობა არ გამოუდით ბავშვები დაამახინჯონ. მოკლედ აი თქვენ შეკითხვაზე პასუხი ზუსტი ალბათ ასეთი იქნება, რომ სკოლა მაინც აძლევს ბავშვს იმას და რაც მეტ ხანს გაატარებს სკოლაში, ეს მისთვის მაინც კარგია. ეს შეიძლება თვალით შესამჩნევი არ იყოს, მაგრამ ის გამოცდილებას იჯენს. აი ყველა ცუდად მოყოლილი გაკვეთილიც გამოცდილებაა და მასწავლებლებიც, ანუ ჩვენ კიდე ერთი ბულინგის მსხვერპლი არიან, ხო, ვითომ ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენლები ვარსკვლავებს ყვედენ ჩვენ ქვეყანაში, ხო? ანუ მასწავლებლებსაც აქვთ, რა თქმა უნდა, პრობლემები, მაგრამ ძალიან არ მიყვარს მასწავლებლის კომპეტენციიდან დაწყება, ხო? ანუ რეალურად მასწავლებელიც მაინც ბევრ ამას აძლევს. არა, მე მგონი მასწავლებელსაც სამართლიანობა მოითხოვს, თქვათ, რომ როგორც ბავშვს სჭირდება მხარდაჭერა და საინტერესო გარემო, ესე მასწავლებელს სჭირდება მშვიდი გარემო და დრო იმისთვის, რომ განვითარდეს და რა ვიცი, ღირსეული ხელფასი და სტაბილურობის შეგრძნება, რომ ვიღაცა არ მოვა და რაღაცა
უკვე აწყობილ სისტემას გაურკვეველი არგუმენტაციით თავდაყირა არ დაუყენებს და საერთოდ მის იქ საჭიროებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს. ესეც არის, ხო, თუმცა მაინც ხდება სკოლა თავის ფუნქციას რაღაც დონეზე მაინც ასრულებს. აი, ყოველთვის უპლანირებ, როდესაც აი ძალიან ჩამოშლას და ჩემშულს გამოუშვებ თქვენთან აი, დიდი შემდეგ. სიამოვნებაა. რომელსაც ვერ ვარწმუნებ, რატო ჭირდება სკოლა. ხო, მაგრამ ეს უფრო მშობლებს ეხება. ბავშვებს შეიძლება თვითონ არ ქონდეთ გაცნობიერებული რაც. აი, ერთი ხო ვთქვით, რომ რაღაცა სამყაროს შესახებ ცოდნის განმოცდილების ნაკადს ქმნის, თუნდაც ყველაზე ცუდ შემთხვევაში ფიზიკა რა არის, ქიმია რა არის, გეოგრაფია რა არის, რაღაცა გამოცდილება ხო მაინც რჩებათ, რაც ერთგვარი გასაღებია. მაგრამ აქ ვიქნები, ხა მე ბავშვების ადვოკატი და ვიტყვი, რომ ეს ცოდნა ხო შეიძლება ინტერნეტიდან მივიღო უფრო კარგად და გასაგებად ის რაღაც სისტემა ხო შეიძლება ერთმა მიიღოს და ორმა და ხუთმა და ექვსმა არ მიიღოს. ხო, ანუ იქ ავაჩნია თუ არ იქნება რაღაცა სივრცე, სადაც აი ეს თანასწორობის იდეა, ხო, ანუ თანასწორობის იდეის ადებტია სკოლა, რომ ანუ რაღაც თანასწორი შესაძლებლობები გაჩნდეს, თორე პირველ ეტაპზეც როცა სკოლა იყო, ეს იყო კონტრარგუმენტი, რომ ვინ რა განათლებას იღებს, კაცმა არ იცის, შეიძლება ზოგი კარგს და ზოგი ცუდს. აი, თუნდაც იმ ჩამოშლილ მდგომარეობაში და ესეც ავნიშნოთ, რომ არც სხვა ქვეყნის სკოლებია დღეს აყვავებული. ზოგადად თელ სოფლიოში აქვს კრიზისი სკოლას და ამ შედარებითობაში და ეს კრიზისი ალბათ გაღრმავდება. ხო, არის ეს პრობლემები, ზოგადად მარტო ჩვენი პრობლემა არ არის. დაცულობის იდეაა კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, სკოლა არის რა პრინციპი, რომ ბავშვს არ უშვებთ ბოლომდე ველურ დარვინისტულ სამყაროში, ხო, აი ის როგორც ბავშვი, მაინც სკოლაში ყველაზე ცუდ სკოლაშიც ბავშვთან როგორც ბავშვთან არის მაინც ურთიერთობა, მაინც დაცულია, მაინც ფილტრია ინფორმაციის და ანუ მზრუნველობითი გარემო აპრიორი არის ასე რომ ხო, ამდენად ეხა რა ვიცი, ეს რიტორიკაც ხო არის ანტისკოლური დღეს პოლიტიკური პარტიების ეჯენდებშიც გავიგონებთ. მე 12 კლასში მოვშვა. ხო და მე ყოველთვის პირველი დღიდან ამას ვამბობდი, არც ბოლონიის პროცესზე მithkomს არაფერი, არც მღვდლების შეშვებაზე იმდენად და მოკედას ვამბობდი, რომ აი ამ გარემოს რომელიც უნდა იყოს, რომ ვაჭრით ერთ წელიწადს. სად არის აქ ამის დასაკუთრება? რატო ვაკეთებთ ამ უკეთეს რას ვთავაზობთ? რა გაგვიკეთებია? აქედან უნდა დაიწყოს ამაზე გამოთი, რომ რატო მიშლი ამ გარემოს? კაი, ვერაფერს ვერ მიკეთებ და ვერ იყენებ ამ რესურსს, რომ 1-5 კარგი შედეგი გქონდეს, მაგრამ რატო იმას შვები ხო? ანუ ეს არის თავი, რაც ეს სხვა შორის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ვართ რა არის ნოემბრის ბოლოა და მე ბევრი მშობლისგან მოვისმინე ეს კითხვა, რომ მას შემდეგ რაც გაჟღერდა, რომ მე-12 კლასი აღარ იქნება, მე-11 და მე-12 კლასის მშობლებს, ნუ უფრო მე-11 კლასის მშობლებს საინტერესებთ, როდიდან აღარ იქნება, ანუ აი მაგალითად ეხა რო დაამთავრებენ უკვე აღარ იქნება თუ შემდეგ წელს ისწავლიან მათი შვილები და ამ კითხვაზე პასუხი მე მგონი არ არის, ხო, მკაფიო. არ არის, მაგრამ ტექნიკურად 2 წელიწადზე მეტი ნაკლებ დროში ვერ გაკეთდება. ანუ ეხა ვინც მე-11 კლასშია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის მე-12-ესაც ისწავლის. ტექნიკურად არ გამოვა მე. და რატო არ გამოვა? ბარემ ვიკითხავ ამასაც. არა, იმიტომ რომ ის ხო უნდა, ანუ იდეაში ხო უნდა მისცენ ატესტატი, რაღაც პროგრამით ხო დაიწყოთ 11 წელი და აი ეხლა ეს შუაგზაზე რომ მიუტყუებენ იმ პროგრამას და ეტყვიან რომ ეს ის არისო, კი ძალიან დისკრედიტირებულია ჩვენი სისტემა, მაგრამ ეს თამარ მახარაშვილის ადმინისტრაციული აპარატული ელიტისთვისაც კი მეტისმეტია ამის. მაგრამ თუ კი შუაგზაზე ბიბიტოვეს პროგრამა და მეუბნებიან რომ ეს იყო 12 გეგონაო და აი ეს დამამთავრებელიო ეს ამ ადმინისტრაციისთვისაც მეტისმეტია ამის თქმა, თუმცა არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს. რატო მეტისმეტი? თუ კი ჩვენ მთელი ბოლო წლების განმავლობაში 10+2 მოდელზე ვაწყობდით ყველაფერს და მე მგონი ფართო საზოგადოება მე გარიცის, მაგრამ ვაწყობდით მოკლედ ეგ შეგვიძლია თქვა. გეგმებს ვაწყობდით. ხო, ანუ სისტემას ხო ესე ეწყობოდა, რომ არის 10 კლასი, მე ვისაც უნდა ამატებს ამ 2 კლასს და ესე აეწყო ყველაფერი. და უცბად ითქვა, რომ არა, 11 კლასი. რატო არ შეიძლება, რომ უცბად ითქვას, რომ არა ბავშვებო, მე-11 კლასელებო, ეხლა დაამთავრებთ. ისაც +2 მაინც გეგმების რეჟიმში იყო, ხო, გადავდივართ, იქაც იყო გარდამავალი კლასები. მაგრამ აქ ეხლა ნახე წარმოიდგინეთ, ვსწავლობ ისტორიას, ვთქვათ, მე-11 კლასში და ვიზენო, უნდა მოვიდე, რა ვიცი. უახლესამდე. აღარ მივიწყებ. ხო და დავამთავრებ, ვთქვათ, იმას, გიორგი ბწყინვალეზე და მაინც არ გქონდა მე-12 კლასში. ხო და ხო ძალიან კომიკურად ჩანს ეს
არასერიოზულად არა ეს მე ითქვა კიდეც ერთხელ ხარაშულის ინტერვიუს უსმინე და ძალიან შორს არ გადავდებთო, მაგრამ 2 წელი გამორიცხულია რომ ამის სრულად გადასვლა 2 წელიწადში იმედია ესენი აღარ გვეყოლებიან ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიმღებებად და გადარჩება სკოლა როგორც ასეთი მე ძალიან ამას ამიტომ გამიხარდა რომ თქვენ თხოვეთ მოსვლა, იმიტომ რომ პირველი რა ვფიქრობდი რომ რა არის ჩემი მთავარი სათქმელი ხო ანუ რა თქმა უნდა კი დავიწყეთ საუბარი იმითი რომ მე თვითონ რატო აღარ ვმუშაობ სამინისტროში ინსტიტუციები როგორ ჩამოიშალა ქვეყანაში ვისაუბრეთ და ზოგადად განათლების მიზნები არც ერთი ეს ჩემთვის ამ წუთას მთავარი სათქმელი არ არის მთავარი სათქმელი არის რომ სკოლა როგორმე გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ პოტენციალი რომ როცა იქნება რაღაც გამოვიდეს ანუ ეს ფაქტობრივად არის ნაკვერჩხალი ფერფლის ქვეშ რომ მე ხელახლა ცეცხლი და ამ რომ ტრიალში რაც ხდება იმედია დალაგდება სიტუაცია ოდესმე მეტად თუ ნაკლებად და რაღაცის განვით აი რაღაცა მინიმალური ინსტიტუციური ჩარჩო და ეს მაინც შეგვჩება რომ მე რაღაცა იმედი გქონდეს და რომ სკოლის წითელი ხაზია ამ სკოლაზე ასე 12 კლასი გაუუქმეს, მე ხვალ 11-ს გაუუქმებენ. კი, მე ვარ ეგ ადამიანი, რომელმაც 11 კლასი დაამთავრა 16 წლის, ამიტომ 5 წლის შეიძლებოდა მაგ დროს, როცა მე სკოლაში მივედი, მისვლა და 5 წლის მივედი და 11 კლასი რო დავამთავრე, ვიყავით 16 წლის და მე მგონი არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, რომ მეტი მესწავლა, იმიტომ რომ ძალიან გამიჭირდა მაგალითად პროფესია თუ აი უნივერსიტეტში პირველი წლები ისეთი იყო. მაშინ კი მეგონა რომ ძალიან ყოჩაღი და მომზადებული ვიყავი ამისთვის, მაგრამ ხამ გადმოსახედიდან აშკარად ძალიან პატარა ვიყავი. მაგრამ მეორე მხრივ იმ 11 კლასში არავინ არ დადიოდა. ანუ ხარ რასაც ამბობენ, ხო, 12-ში არ კარგი ტონი რა არის. ნახეთ აი შეხედოთ, როცა საჯარო საყოველთაო განათლება დაიწყო ჩვენთან ახლა თქვენ ხვით 11-ში დავდები ხო იყო 11 წლიანი სკოლაც არსებობდა. მეც 11 წლიანი დავამთავრე თვითონ როგორც სკოლა, ხო? მაგრამ რო შევხედოთ იმ საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ისტორია იყო პერიოდი 10-იანიც იყო, 8-იანიც იყო და სახელმწიფოს განვითარებასთან ერთად სულ იზრდებოდა წლების რაოდენობა. ეს არის აქსიომა ჩვეულებრივი 2-4 ის მე-12 კლასიც რო დაემატა, აი ბოლონიის პროცესის გავლენით, იმ ბოლონიაშიც ბოლონიის პროცესი კი არ არის წმინდა სიტყვა. ის უნივერსიტეტები უყურებენ რომ ბავშვი მეტად როგორ მოემზადოს და ზოგან 13 წლიანია და ანუ რეალურად სახელმწიფო რაც უფრო განვითარებულია ათ უფრო ძლიერია ეს არის მე ტელევიზორში მოვისმინე თამარ მახარაშვილი ამბობდა შრომითი ბაზრისთვისო რაღაცა თუ სწორად გავიგე მე შეაწყვეტინეს თუ თვითონ შეწყვიტა შრომითი ბაზრისთვისო რომ სწრაფ მომზადების კურსები გამოვიდესო 11 წელიო არის ახლა ანუ ეს შრომითი ბაზრისთვის მომზადება არის სკოლის ფუნქცია და 11 წელში უფრო მოემზადებიან და რა ვიცი არაბული ქალაქებისთვის თუ რავი რა პროექტებს აკეთებენ პერსონალი უფრო მომზადდება თუ არ მგონია ეხა ასე შორს ფიქრობდნენ და ამდენს ფიქრობდნენ ესენი აი ეს არ არის ხალხი რომელიც გრძელვადიან მიზნებზე ფიქრობს და თუნდაც ბოროტული შორი განზრახვის განხორციელია ეგ გავიბახსოვროთ რომ არ არიან მაგრამ თავისთავად ის ფაქტი რომ დღევანდელი აქ და ახლა ბოროტების ამ სტილში არგუმენტირებას ცდილობენ ეს არის კიდე ერთი დასტური ვის ხელშია ჩვენი განათლების სისტემა ეს ხო აი ნინო დობორჯგინიძემას კოელიონის რექტორმა რომ უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ შრომითი ბაზრისთვის ხალხის მომზადება, იმიტომ რომ როგორც ჩანს უნივერსიტეტების ამოცანათაც ეს უდათ რომ დაისახებს. იმ შემთხვევაში თუ კი ეს ხალხი, ვინც დღეს გადაწყვეტილებებს იღებს და როგორც თქვენ თქვით ერთპიროვნულად და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, წყვეტენ რომ მაგალითად შევამციროთ ყველაფერი, სკოლაც, ბაკალავრიატიც, მაგისტრატურაც და ეს არ არის ხალხი როგორც თქვენ თქვით ახლა რომ რომლებიც გრძელვადიან გეგმებს აწყობენ და შორს თვლიან რაღაცა ამოცანებს, მაშ რას ნიშნავს ეს შემცირება? ის რომ სახელმწიფოს უნდა რომ უფრო ნაკლები ფული დახარჯოს და უფრო ნაკლებად იზრუნოს ბავშვზე და ახალგაზრდაზე? ხო, ну მანდ მიზესთა ჯაჭვი შეიძლება ბევრი იყოს სპექტრი და ახლა მაინც ცოტა ისეთ ტერიტორიაზე შევდივართ, სადაც უკვე ვარაუდები ბევრი უნდა გამოვთქვათ. ვიცი, ალბათ პირველი რიგის პრიორიტეტი ხელისუფლების შენარჩუნება არის, რომ ანუ უნივერსიტეტის რეფორმა ალბათ უპირველეს ყოვლისა ბერკეტია, რომ მართვადი პროფესორა ყავდეთ, ანუ და თვითონ იქაც ახლა სკოლაზე უკეთესად კი მიდის დისკუსია, მაგრამ იგივე თქვენ ნინო ჯობურჟგინიძე ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც თქვა, რომ რექტორი, დეკანის მოადგილეობის შემსრულებლები არ უნდა გველაპარაკებოდეს, ეს ანუ უნივერსიტეტის ავტონომია საერთოდ გათელილია ფეხქვეშ.
იმ ფონზე, რომელიც ეს არის. ხო, ანუ ერთი ალბათ არის ეს და სკოლაშიც თუ შევხედავთ აი ამ რეორგანიზაციებით და იმითი რომლის ლოგიკასაც არავინ არ ხსნის, ალბათ ეს არის პირველი რიგის პრიორიტეტი, იმიტომ რომ როგორც გითხარით, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა სკოლის რეფორმით მართლა იმის ილუზია ჰქონდათ, არა და იყო ეგეთი ორწლიანი ფაზა ჰქონდათ. არა მგონი უნივერსიტეტის რეფორმაც ისე დაანონსეს, ხო? ანუ ერთად ქუთაისის უნივერსიტეტი რო იხსნებოდა იმას გაცილებით მეტი საგანმანათლებლო შინაარსის ტექსტების ფონზე იყო. ეს კომპანიაც იყო. ხო, საინფორმაციო კომპანიაც აქცენტით ხელისუფლებაც ახალი მოსული. ხო, ანუ მოკეთ იმის თქმა მინდა რომ ეს ხელისუფლება კი არის, რაც არის, მაგრამ ამ შიდა ფაზები ამ ხელისუფლებასაც აქვს რაღაცა, ხო, იყო პერი და იგივე იქ საგანმანათლებლო შინაარსის ტექსტები და არგუმენტები მეტი იყო და ეხლა რაც ვნახეთ კობახიძის ის პუნქტები, ხო? ანუ არც ერთი არ ეხება ხარისხს, ანუ ეს არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტები, ხარისხი როგორ გაუმჯობესდეს და არავინ არ ხსნის ხარისხსაც რით გაუმჯობესებს და რა შუაშია, ხო, ესე იგი გამოდის რომ პირველადი ათვლის წერტილი ეგ თვითონ ტექსტებს შორის იკითხება არის სისტემის დაჭერა. ერთი, ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ შეიძლება, არ ვიცი, ანგარიშს უწევდნენ რუსეთს, არ ვიცი, შეიძლება ესეც ვერ გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ ზუსტი ფაქტები არ გვაქვს ახლა და ხო, მე ვერიდები ასეთი. უწევდნენ ანგარიშს რუსეთს, რატომ ნიშნავს ეს რეფორმა? ანუ ვითომ იქ 11 წლიანია და ანუ 11 წლიანია იქ და ზოგადად ხო ართულებს 11 წელზე გადმოსვლა ევროსტრუქტურა ჩვენი ბავშვების წასვლას საზღვარგარეთ გარეთ და ანუ შეიძლება ეს მომენტი იყოს. მაგრამ ნახეთ, ამას ვერსიად არ ვამბობ, რატო გეტყვით, რომ ანუ ეხლა აი თუ ერთ ასეთ რამეს ვიტყვი, უკვე გატყდება მე ჩემზე კი არა, აი ნებისმიერ აი ასეთ რაღაცეებს რო ვამბობთ, მე იქ ეს ინტერპრეტირდება რაღაცეებს, ყოფრალებენ, ორჯერული 4 არ არის და ზოგჯერ მართლა არის ხოლმე ეს არასწორი ბრალდე ხა სამინისტროში ვუშაობდი და იმას მოგეთ ატყდა ამბავი მახსოვს რომ რუსულ ისტორიას ვაწერინებენ დიმიტრი შველიძესო და ანუ რუსული ნარატივის ჩადება უნდათ ისტორიაში. ეხლა როგორც მე თქვენ გიყურებთ, ესეთი ტყუილია, ეს მსგავსი არაფერი არ ყოფილა მაშინ. ესეთი ბრძანება რომ ბრძანება და მიდგომა რომ რუსეთის როლი უფრო სტაბილურად და დადებითად გამოჩნდეს და ამაზე ფარულად იმუშავეთ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ ყოფილა არც ერთ ეტაპზე. ანუ ისე თქვა მინდა, რომ არსებობს ბრალდებები, რა ყველაფერზე რო არის ეს ტყილის მკვლელს მართავსაც აღარ უჯერებენ. არის ეს მომენტი, რომ ჩვენს გვართ ეხა მეც რომ გამოკვეთ კი არა, თქვენ შეკითხვას კი არ ვიწოვნებ, ნამდვილად ეს არის, მაგრამ ეხა რომ გავყვე მე ჩემს ინტერპრეტაციებს და ვთქვა რუსეთიდან არის, ალბათ უნდათ რომ ბავშვები რო გამოდიან ქუჩაში, ეს ბავშვები დიდ პრობლემებს უქმნიან და უფრო ნაკლები განათლება მისცეთ, რომ შრომის ბაზარ ანუ ახალგაზრდა სტუდენტებისგან ხო დიდი პროტესტი ჰქონდათ. ან შეიძლება ასეთი ვერსიები გამოვთქვათ, მაგრამ ახლა ძალიან შორს თუ წავალთ, მე ეს იქნება რომ აი რითი ასაბუთებ და არ ვიცით. მოკეთ სიმართლე რო ვთქვა და არ ვიცით ამათი მოტივები რა არის, მაგრამ მიმსჯელოთ თვითონ საქმეებით ხო მე ორად ყოფ ხოლმე მე ყოველთვის რომ ერთია რატომ აკეთებენ, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში და მეორე პრობლემა არის რატომ არის შესაძლებელი რომ მათ ეს გააკეთონ. აი რატომ არის შესაძლებელი რომ ერთი კლასი მე-12 შეიძლება მოეჭრას და ეს გაუვიდეთ. რატო? აი შეჯამებას გამოვა. არ არსებობის გამო. იმიტომ რომ საჯარო სტრუქტურებში მუშაობენ კლერკები, ხო, ჩვეულებრივი მენეჯერები, რომლებსაც არანაირი პედაგოგიკური სულისკვეთება არ აქვთ. ვისაც მეტნაკლებად ჰქონდა, ისინი პროდუქტზე მიაბეს. ანუ ინსტიტუციების არსი და ფუნქცია არასწორად არის გაგებული. ანუ თითქოს ალბათ მაქს ვებერი საფლავში ტრიალებს, როცა ამ ყველაფერს ხედავს. ანუ ეს არის აი ჩვეულებრივი გაზეთში სტატიაშიც დაუწერე ეს, ხო? ანუ ლუი XIV-ს შეეპასუხა ერთხელ გენერალური შტატების ერთ-ერთი დეპუტატი და უთხრა რომ ასე სურს სახელმწიფოს. და იმან სახელმწიფო ეს მე ვარო უპასუხა. ანუ ერთი სიტყვით მიუჩინა იმ პიროვნებას ადგილი, რომ რაღაცა ჩემს იქით სხვა ინტერესები აი ჩვენს საჯარო მოხელეებს და სამინისტროში დღევანდელი ადმინისტრაცია ერთი წინადადების თქმაც არ ჭირდებათ აშკარად. ანუ აი პირდაპირ იმათთვის ნათელია, რომ უნდა აასრულონ ნება და ის რომ ეს უნდა განიხილონ, ეს რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია გქონდეთ, ის რომ საჯაროობა უნდა უზრუნველყონ, ის რომ სკოლის მისიას დაუკავშირონ, ის რომ კურიკულარიზაცია უნდა მოხდეს ამისი და არა მგლების გარედან შემოშვება. ეს კითხვები არ არის და ამ ხალხს მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების მხრიდან შეტევა სწორედ ამ პიროვნებებზე უნდა იყოს, ვინც საჯარო მოხელის მანტიას ატარებს. ვიცი, მას არ აკეთებს, რასაც უნდა აკეთოს. ხო, ამ ნიშნის სწორედ რომ შენ არ ასრულებ შენს თავზე დაკეცრებულ მოვალეობას. ის კი არა, რომ
ზოგადმოქალაქეობრივი ვალი გაქვს და ამას უგულებელყოფ. კი ბატონო, ცუდია ეგ რო უგულებელყოფს, მაგრამ მაინც ყველას თავის პირადი წითელი ხაზი აქვს გაუშვათ, ხო? მაგრამ აი ის რაც გევალება იმას რო არაკეთებ, მენეჯერი რო გქვია და მდივნათ რო ზიხარი, ხო? რო იღებ მუზარმაზარ ხელფასებს. კითხვებს რო არ სვამ, ხო? ანუ მე ხშირად მიქნია ჩხუბი, ქვია ვთქვა. მომსვლია დავა და ჩხუბი ამაზე რომ პასუხი რომ მოდის რომ აი მე რა ვქნა მეტი საქმეა თუ ვერაფერს ვერ შვები და შენი სათქმელით ვერ მიდიხარ იქ სადაც უნდა მიხვიდე ის მაინც ქენი რომ დაწერე განცხადება წამოდი და ივენთი შექმენი იქ რაღაცა შექმენი რომ რაღაც წინააღმდეგობა არსებობს და იმ სხვა რა არის მოვალეობა საჯარო მოხელის ხო ან იქ დასაქმებული ადამიანების და აი ეს ძალიან ცუდია და მე ვფიქრობ რომ შეტევა აი რას გულისხმობ ჩვენ ბევრ პროტესტს ვხედავთ ხო პოლიტიკურ პარტიებში ვხედავთ რაღაცას ვერ ვხედავთ ქუჩის პროტესტებს ვხედავთ და ეს არის ალბათ თავარი ხაზი, რომელიც უნარჩუნებს თავმოყარეობას ჩვენ ქვეყანას, ხო? და არ ვხედავთ აი ამას, რასაც ახლა ვამბობ, მე რომ საჯარო სამსახურებზე კარგი გაგებით შეტევას, რომ იქ მოხდეს კონტროლი, თორე ეს რომ კარგად იყოს ორგანიზებული, ხა რაც მე იქიდან წამოვედი, ვცდილობ რომ რაღაც თანამოაზრეები შევიკრიბო, რაღაცა რაც შემიძლია, მაგრამ ხა ძალიან შეზღუდულია ჩემი შესაძლებლობები. იქ რო ყოფილიყავი და 11 წლიანი სწავლის დროს უფრო ხმაურიანი პერფორმანსით წამოვიდოდი, რა თქმა უნდა, რაც არის და აი ეს საჭირო. ხო, არ ვიცი, მაგრამ რომ დავრჩენილიყავი, მე ის მაინც მას მაჭრიდან. ეროვნული სასწავლო გეგმის კოორდინატორის ფუნქციას და ხა რიგითი ექსპერტი რა სიტყვის ამას უკვე ძალიან ნაკლები მნიშვნელობა ექნებოდა. ხო და აი ეს მომენტია რომ ეს უნდა მიწა უნდა იწოდეს ამათ ფეხქვეშ ვინც მარტო იმას არ ეხება ეს განათლების სამინისტროს ამ შემთხვევაში. აი ნებისმიერ საჯარო სამსახურს რომელიც საჯაროობის ფუნქციას არღვევს ეს არის საზოგადოებრივ სამსახურში მყოფი ადამიანები და ამ მოცემულობით ლეგიონია მათი სახელი არ ვიცი საჯაროობის პრინციპს ხო ანუ საჯაროობის პრინციპიც ის არის შეცვლილი აი ეს რო არის წარმოდგენა ხალხში მათ თვითონ რო აქვთ ეს წარმოდგენა რომ მე მითხრეს და გავაკეთე და აი ახლა ისეთ რეჟიმში რო უყურებენ რომ თქვა აი პოლიციელი თუ იტყვის რომ მითხრეს ჩასწხედა და არბიე და კი ბატონო წერილობითი ბრძანება მაქვს ან ზეპირად კი არ მითხრეს წერილობითი ბრძანება მაქვს და ჩავწხედა და ვარბიე ხო მე ბრძანებას ვასრულებდი ჩემთან კითხვები არ არის აი განათლების სამინისტროს მოხდა ასეთ სტილში უნდათ გამოიყვანონ ის რომ თითქოს მე დამავალეს და ეგ არ დაგავალეს მარტო იქ დავალებული გაქვს შენ რომ იმსჯელო და ის შექმნა შინარსის განათლების პოლიტიკა შექმნა რომელიც არის აუცილებელი განათლების პოლიტიკის აუცილებელი ნაწილია გარდა მაგ აღსრულებისა მისი განხილვა და საზოგადოებასთან მიტანა თუ ამას არ აკეთებ ეს განათლების პოლიტიკა აღარ არის გამოცდილება ვითამაშოთ მოახერხებს თუ არა ეს ხელისუფლება ამ ფორმით რაც გვაქვს ამ სამკვეთლახევრიანი რეფორმის გატარებას თქვენი აზრით ორივე ნაწილში უნივერსიტეტშიც და სკოლაშიც ამას გულისხმობთ. ანუ დივერსიფიცირება არ გაუკეთოთ მთლიანად. როგორც გინდათ. უნივერსიტეტები უფრო მაინტერესებს. გონი რომ ვერა. და სკოლაში მე-11 კლასის მოჭრას? ვერც მანდ. არა, ვერ გაკეთდება, იმიტომ რომ ოკეი, მე თუ მკითხავთ რატომ მაგასაც გითხავთ. აი, მასწავლებლების გაბრაზებას ვიხილავთ, თუ არა? მასწავლებლების გაბრაზებასაც ადრე თუ ვიან ვიხილავთ. და სტუდენტების გაბრაზებას? ნუ, ეს ნაწილობრივ ხედავთ მაგას. ახლა პირიქით ყველა უკმაყოფილებას აწავიდა ეს ჩანზე და სტუდენტები. ხო, ნუ, მაგრამ ეს ისე არ წასულა, რომ ანუ ზოგადად ეგ რეფორმის მთავრობის ასეთი აქციები რო არის, რა ვიცი, მაჰათმა განდის თუ მარტინ ლუთერ კინგის სტილში სამოქალაქო მონაწილეობის არაძალადობრივი მიდგომა, როდესაც არის იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოლოდინების სწორ მართვას. სამწუხაროდ ამას პოლიტიკური პარტიები პირიქით აკეთებენ ჩვენთან და ეს იგივე ჯენზისთან და იგივე ვთქვათ ძალიან ნებს სიტუაციას. ეს არის ხანგრძლივი პროცესი სამუშაო, როგორც არის ხო, კი ბატონო შეიძლება გაგვიმართლოს და ჩამოიშალონ, ახლა საბჭოთა კავშირით უცებ ჩამოიშალა, ხო, მაგრამ ამას ჭირდება მუშაობა. აი დღეს რაც პრობლემაა, მე მგონი, ცოტა სხვაგაიდან შეიძლება ათვლის წერტილი. აი დაუშვათ განათლების სისტემაში რაღაც შეიცვალა, არ იმსაუბა, სწორი რაღაც გაკეთდეს. ანუ თვითონ საზოგადოებას თვითონ ეს ერთი მხრივ ეს ხო ცუდია რაც ხდება, მაგრამ მეორე მხრივ გამოწვევაა, რომ უფრო უკეთ მოვემზადოთ და ანუ მე მაგალითად რაც სამინისტროში აღარ მუშაობ
გძნობ რომ ჩემს სიტყვას დღეს მეტი ფასი აქვს ვიდრე იქ როდესაც ვიყავი, იმიტომ რომ ეს საინტერესო ხო, ანუ იმიტომ რომ ის შეიქმნა რაღაც ისეთი დაძაბულობა, რომელიც ახლებურად აქტიურებს იგივე განათლების მიზნებზე ლაპარაკს, იგივე სკოლის ფუნქციაზე ლაპარაკს, იგივე რეფორმის ხარვეზებზე ლაპარაკს და ნუ ეგეთი რეფორმა არავის არ უნახავს ჯერ რომ იქ ტექნოკრატებმა, ადმინისტრატორებმა დისტრიბუცია გააკეთონ და რა ვიცი, მეფე როცა შიშველია, ის აღარ არის საშიში, ხო, ანუ ასტანდერსენის მოთხრობაში როდესაც არის, ის საშიშია, ვიდრე ეს სასკოლო პროგრამაში ეს მოთხრობა. სასკოლო პროგრამა ამ ფორმით არ არსებობს. ეს ერთი მითია რომ თითქოს იქ უნდა ეწეს, ახლა ამათმა დაიწყეს რომ ჩამოწერა მილიონი ნაწარმოების. შეიძლება რომელიღაც რეფერენდუმ ციკლში იყოს, შეიძლება ეგ სასწავლო გეგმაში მოთხოვნა რომ მაინც ანდერსენის ეს მოთხრობა ასწავლეთ, ეს არა, არც არის ეგეთი მოთხოვნები იქ. აი გვაქვს ეგ ვითარებ. აი, შემდეგი მოკლე კითხვა მაქვს გამოცნობენას ფარგლებში. ეს მინისტრი რამდენ ხანს გაჩერდება მინისტრის? რა მნიშვნელობა აქვს მაგას? ალბათ ის იმდენს ხანოსვე სტატისტიკურად მინისტრები რამდენ ხანსაც ჩერდები. და რამე კრიტერიუმები აქვს მინისტრებს, რომ რითიც შეიძლება გამოიცნო, რომ აი ეს შეიძლება დიდხანს გაჩერდეს, ეს შეიძლება მალე წავიდეს. ისე სწრაფად იცვლებიან რამე ტენდენცია შეგვიძლია დავიჭიროთ? კი არის, მანდ ზოგჯერ არის რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გეტყვიან, მაგრამ აი ნებისმიერ მინისტრს ხარ არ მგონია ჩვენი მაყურებლის გადაღლა ღირდეს ამ კუთხით, მაგრამ ლომაიადან დაწყებული, მიქანაძიდან დამთავრებული ყველა მინისტრის უკან პოლიტიკურ კლიმატი და პროცესი შეიძლება დაინახვა. ბოლოს 3-ზე რო ვილაპარაკოთ, რა ვიცი ხო ვთქვით რომ აი ამილახვარის მოყვანა ჩხენკელის ადგილას, რომელიც საერთოდ ყინავდა სისტემას და ანუ უძრაობის რეჟიმი იყო ჩხენკელის დროს ძირითადად ხო ამილახვარის მოყვანა ნიშნავდა აი სულილებებისა და ანტილიბერალური რეაქციის, ოღონდ ლიბერალი რომელიც არ იყო იქ. ანტილიბერალური სულილებების იმას აქტს. აი მიქანაძის ვიქენს კი არა ქვია იმას წულაძის მოსვლა ნიშნავდა იმ რეორგანიზაციებისა და სისტემის ზედმეტი იდეოლოგიების ლაპარაკი დავანებეთ თავი და ის და მაგრამ ესეც აღნიშნოთ რომ მიქანაწულაძეც და ისიც რეალურ მისიაში დავინახეთ ცოტა გვიანდელი დროიდან. ახლა ჩვენ ზუსტად არ ვიცით მიქანაძე რატო ყავთ მოყვანილი და რომელიმე მინისტრმა ვისთანაც თქვენ გიმუშავიათ თვითონ გადაწყვიტა რომ წასულიყო თუ ყველას საბოლოო ჯამში მთავრობის გადაწყვეტილებით მოუწია დატოვება. გადაწყვეტილება მთავრობის იყო, უბრალოდ იყო მინისტრები, აი ამილახვარამდე. აი მაგალითად სანდრო ჯეჯელავა, მაგალითად მიხეილ ბატიაშვილი, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი ავტონომია მონიჭებული. ანუ მათ ჰქონდათ რაღაც აი მიდი შენ ხო ასეთი ის გაქვს და გენდობით და აბა გააკეთე. ანუ ეს არ იყო მთავრობასთან შეთანხმებული ხაზი და ნუ როდესაც ეს მონდიდობის მანდატი მოწურეს, მათაც მოუწიათ. მე წასვლა, ანუ ცოტა სხვა სტილის ის. თავიანთი გადაწყვეტილება წასვლაზე არ იყო, თუ თავიანთი მე მგონი არავინ წასვლა, რაც მახსოვს არც ერთი. თავისინებით, თავის ყოველ შემთხვევაში ყველა თქვა რომ ჩემინებით მივდივარო, არ მახსოვს ვინმე სტომაღლა ეთქვა რომ მომხსნესო, მაგრამ იქ ყოველთვის იგრძნობოდა და იგრძნობა კლიმატი და ჭორები. თავისინებით არავინ წასვლა არც ჯერ მაგას თავს დავდებ. თუ ეს დაყოფა არსებობს ბიუროკრატების და განათლების გულშემატკივრების, ხო, სპეციალისტების. რაც ბუნებრივია. აი განათლების სპეციალისტებში ყველაზე დიდი ავტორიტეტი ვისთანაც თქვენ გიმუშავიათ, რომელ მინისტრს ჰქონდა? ხო, მაგაზე და სხვადასხვაობა, მაგრამ ნუ კახალომაიას ძალიან აქებენ პირველი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მომხრეები. ნუ იქ თავის პრობლემები იყო და ნუ რა ვიცი, ერთი საზოგადოების ერთი ნაწილი მეც მათ შორის ახლა თუ ამ ურჩევაზე მითხრა მიხეილ ბატიაშვილს უმეტებითად აფასებ სხვებთან შედარებით. მიხეილ ბატიაშვილი იყო, რომელმაც ნამდვილად ათვლის წერტილად გამოაცხადა შინაარსობრივი პრიორიტეტები. რომ თქვა, რომ ბიუროკრატი პირდაპირ მისი სიტყვები მომისმენია ბევრჯერ და ამ ადამიანს რომ ბიუროკრატიულ ტექნოკრატიულად კი არა, შინად აი ახალი სკოლის მოდელის ფილოსოფია რაც იყო, რომელიც მე 15000 ჯერ იქნა გადაკეთებული, იყო ეს და იმ დანარჩენი მინისტრების ფილოსოფია იყო მასწავლებლის პროფესიული განვითარება
განვითარების სქემა, რომელიც ჭაშკინის დროს დაიწყო და აი ეს სქემა ძალიან კარგად გამოხატავდა მათ ხედვას პედაგოგიკაზე და მათ სისტემურ განვითარებაში იყო ერთადერთი, ვინც სქემას ალტერნატივა როგორ გაუჩინო თუ ამის მცდელობა და ამის ალტერნატივა იყო ახალი სკოლის მოდელი. თქმა უნდა. ეს დაგეგმილი რეფორმები, სკოლაში ბოლო კლასის მოშლა და განათლების უმაღლესი განათლების სისტემის მნიშვნელოვნად შეცვლა, ხო? საბოლოოდ მიზანი მხოლოდ არასასურველი ხალხისგან აკადემიის გაწმენდა შეიძლება იყოს, თუ ისიც, რომ ხის წესრიგს ვერ ქმნის ხელისუფლება და შეიძლება რაღაცა სიახლე ჭირდებოდეს საზოგადოებისთვის რეფორმის სახელით შესათავაზებლად. მე რასაც უყურებ, ეგ მეორე უკვე დიდი ხანია აღარ აქვს. უძაღლო ქვეყანაში კატასტროფებდნენ ფორმატს გავს უკვე ძალიან ხო? ანუ არავინ არ ლაპარაკობს განათლებაზე სამინისტროში ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. იქ არც არის ახლა პოტენციალი იმისი, რომ თუნდაც რაღაცა ფორმალური და თვალში ნაცრის შემოყრაზე ორიენტირებული არგუმენტი თქვან 11 წლიანი სკოლა რატოა კარგი. ანუ ეს თვითონ მოიჭრეს ის ტოტი, რაზეც ისხდნენ. ანუ ეს მომენტი არის სიტყვის შემშველებელი მათ განათლების სფეროს კუთხიდან არავინ არ ყავთ. თვითონ მათი ინტელექტი არ არის საკმარისი. ანუ აი რო შევხედოთ სამწუხაროდ მინისტრები, მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები, სამმართველოს უფროსები, მათი მოადგილეები არ არიან განათლების სფეროს სპეციალისტები რიგი დამცირე გამონაკლისების გარდა. აი, პირველ მეორე არა, მაგრამ მეოთხე მეხუთე კურსის სტუდენტის დონის ახმადობას ხვდები, როცა მაგათთან არის განათლების მიუხედავად იმისა, რომ ანუ მათ არა აქვთ განათლებლო შინაარსის ენაზე და არ დაიტოვეს ადვოკატი. ეხა ის ექსპერტი, ვინც რაღაცა საგანზე მუშაობს, თუ ეხა ესეთ ფეთ ექსპერტებს არ ჩავთვლით იქ რომ პრეზენტაციას აკეთებენ ხო მათ არავინ არ დაიცავს არც ერთი ეს შეიძლება სიჩუმით მხარი დაუჭირონ და მათი სასარგებლო სიჩუმეს შეინარჩუნონ მაგრამ საგანმანათლებლო არტიკულაცია სისტემაში არავინ არ მისცემს ამათ არც 11 წელს არც სქემას არც იმას და ეს ნიშნავს რომ მეფე შიშველია ჯერჯერობით ამას ყველა ვერ ხედავს მაგრამ მალე იქნება და როცა ეს ყველაფერი უკვე სასაცილო გახდება ნუ ამ შემთხვევაში ორი კარგი ვარიანტი მოვიფიქროთ ხო ერთი ყველაზე უფრო ცუდ შემთხვევაში თვითონ მათ დამკვეთებს აღარ მოეწონებათ ეს და ეს ადმინისტრაციაც გაიზიარებს წინამორბედების ბედს როგორც წულაძემ და ახლა წინადმემ გაიზიარეს და უკეთეს შემთხვევაში შეიძლება პოლიტიკური სისტემაში მოხდეს სამსობაში რაღაც ისეთი ცვლილება ან ახალი არჩევნებით ან ვადამდელი არჩევნებით ან კლიმატის გაჯანსაღებით სადაც ახალი ძალით აუცილებლად მოუწევს შესვლას საგანმანათლებლო პროფილის ადამიანებს და იქ უკვე ბევრი შეცდომა ამარ უნდა იქნას დაშვებული და საჯარო სამსახური განათლების სფეროსი უნდა დარჩეს ხალხის სამსახურში და განათლების საჯაროობა ერთმანეთმა მეგობარმა შენიშნა კარგად. აი ტერმინსაც ადმინისტრირებით ხო აკვირდებით. საჯარო სკოლები და კერძო სკოლები. სიტყვა საჯარო ადმინისტრირება რახან სამინისტროს ხელით ხდება აი საჯარო სკოლის გამოიყენება ამ კონტექსტში, ანუ თვითონ ენაში დამარხული მენტალიტეტი. თითქოს საჯარო სკოლა არ იყოს კერძო სკოლა. ანუ ტერმინშიც კი გადამკვიდრდა რომ ადმინისტრირება ამათთვის ეს ყველაფერი ცუდი გაგებით, ანუ კლერკის მაგაზე არ მიფიქრია საინტერესო. არც მე მიფიქრია ერთმანეთს შევა მეგობარობა უცხოეთშია. დოქტორანტად მე აბას მიაქციო ყურადღება საჯარო განათლებას როგორ აიგივებენ. აი ეს ამ ლინგვისტური მასში არის ბევრი რამ დამალული. ასე რა თქმა უნდა ვერ გაგრძელდება რაღაც მომენტში ეს შეიცვლება უბრალოდ, რა ვიცი, მეც ამას მოუწოდებ ჩემ კოლეგებს რომ მოლოდინების სწორი მართვის რეჟიმი ხონდეს და ეს დრო ყველამ გამოვიყენოთ თვით განვითარებისთვის, ერთმანეთისთვის, რაღაცის გაზიარებისთვის, სადაც გასაშვალებებიც დარჩა ამისთვის, იმის გათვალისწინებით, თორე ამ რეფორმისგან რო არაფერი გამოვა და პოლიციას ვერ დაერქმევა განათლება, ეს ფაქტია. კეთილი, ვნახოთ აბა რა მოხდება. დიდი მადლობა.